მოგესალმებით. დღეს დილემას მორიგ ეპიზოდს ვიწერთ და თემა რომელიც დღეს ძალიან აქტუალური არის ზოგადად საქართველოში და არა მხოლოდ აქტუალური იყო ყოველთვის და დილემის მუღამიც ზოგადად არის ის რომ ის ერთხელ დაძლევადი არ არის ხოლმე, ანუ რაღაც ყველა თაობამ თუ ყველა ხანდახან პიროვნებამ თავის თავში აი ამ ადამიანურ დილემას რაღაცნაირი პასუხი უნდა გაცის, ანუ როგორ უყურებს თვითონ ამ ათომის საკითხს, რომელიც აწუხებდა კაცობრიობას შექმნის დღიდან. და ერთ-ერთი ბაზისური არის სამართლიანობის ცნება ზოგადად და სამართალი რომ მნიშვნელოვანი არის, ამაზე მეტყველებს რომ პირველი დოკუმენტები ზოგადად რაც კი არსებობს კაცობრიობაში, ხო, ტექსტები შემონახული, არის ზუსტად სამართლის დოკუმენტები, ხო, ანუ ის კანონმდებლობა, რომელიც ქვაზე არის ხვდავყოფილი. და ნუ რაც მეტყველებს იმაზე რომ პრინციპში სახელმწიფო არის კანონები, სახელმწიფო არის შეთანხმება ადამიანებს შორის, ადამიანებსა და მმართველებს შორის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს დილემა, რომელზეც დღეს მინდა რომ ვისაუბროთ, ჟღერს შემდეგნაირად, რომელი არის უპირატესი, სამართლიანობა თუ წესრიგი. და ჩვენთვის ეს არ არის უცხო დილემა, ვინაიდან ჩვენ სახელმწიფოს მშენებლობის ძალიან სხვადასხვა ფაზები გავიარეთ და იყო მომენტი, როდესაც სტაბილურობა იყო მთავარი, უფრო ღირებული ვიდრე სამართლიანობა გახსოვთ. ვთქვათ, სამოქალაქო ომის შემდეგ ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ მოთხოვნა დაკვეთა იყო ზუსტად რაღაცა ტიპის წესრიგის შექმნაზე და დამკვიდრებაზე და იქ სამართლიანობას ხშირად ადამიანი მეორე ადგილზე აყენებდა ხოლმე, თუ საერთოდ სადმე მიუჩენდა ადგილს. და დღესაც ძალიან ბევრი ავტორიტარული სისტემა ზუსტად ამ არჩევანის წინაშე აყენებს მოქალაქეს და ჩვენც სამწუხაროდ ამ არჩევანის წინაშე ვართ. სახელმწიფო, მთავრობა გვეუბნება, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი რამ არის შესანარჩუნებელი, არის წესრიგი გადასარჩენი, რასაც ისინი მშვიდობას ეძახიან და შესაბამისად სამართალმა უნდა გადაინაცვლოს მეორე ადგილზე და შედეგად ვიღებთ ცრუმოწმეებს, ვიღებთ მოსამართლეებს, რომლებიც სამართალს არ აღასრულებენ და სამწუხაროდ ამორჩევლებს, რომლებიც ამ იდეას უჭერენ მხარს. პირველ რიგში ჩვენ ვსაუბრობთ დღეს იურისტებთან ერთად, რაც ჩემთვის ძალიან ისეთი არის სარისკო, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ჩემი სფერო არ არის, მაგრამ ნუ პირველი ფილოსოფიური ფუნდამენტური შეკითხვა ის მაინც უნდა დავსვათ, არსებობს თუ არა ეს ზოგადად არჩევანი თქვენთვის როგორც ამ პროფესიაში მოღვაწე ხალხისთვის, არჩევანსა და სამართლიანობას და წესრიგს შორის და რას ვიღებთ თითოეული არჩევანის დროს, ანუ როგორ უყურებთ, რას ვიღებთ თუ საზოგადოება არჩევს მხოლოდ წესრიგ სამართლიანობის გარეშე და რა ხდება, როდესაც სახელმწიფო სამართლიანობაზე არის ამ პრინციპზე არის დაფუძნებული. ნებისმიერი თანმიმდევრობით გისმენთ. ხო, თვითონ სამართლიანობის კონცეფციას რო ჩაუღრმავდეთ, ალბათ სხვადასხვა პოლიტიკური სკოლა მას სხვადასხვაგვარად ხედავს, თუ ლიბერალიზმს მეტწილად სამართლიანობის პოლიტიკური განზომილება აინტერესებს, რაც უკავშირდება თავისუფლებებისა და უფლებების აღიარებას, მისი ბუნებითობის აღიარებას და იმას, რომ დაშვება, რომ ადამიანი თავისუფალია და თანასწორი წინ უსწრებს სახელმწიფოს, ანუ როგორც კონტრაქტს, რომელიც აფუძნებს სახელმწიფოს და სწორედ ამისთვის გვჭირდება შემდეგ ხო სახელმწიფო, რომ მან ეს შეთანხმება დაიცვას და გონიურული ბალანსი თავისუფლებებს შორის დაიცვას. მემარცხენე თეორიაში მარქსისტულ თუ პოსტსტრუქტურალისტულ სკოლებს თუ ავიღებთ, სამართლიანობის გაგება უფრო შორს მიდის და მას სამართლიანობა აინტერესებს არა მხოლოდ პოლიტიკურ განზომილებაში, არამედ ეკონომიკურ, კულტურულ, ეპისტემურ განზომილებაში. ხო, იმიტომ რომ ვთქვათ, იგივე მემარცხენე ტრადიციაში მთავარი იმედგაცრუება, ასე ვთქვათ, აი განმანათლებლობის შემდგომ, ხო, ბურჟუაზიული დემოკრატიების სწორედ იმაშია, რომ მან თვალი დახუჭა ეკონომიკურ სამართლიანობაზე, პოლიტიკური თავისუფლებებისა და თანასწორობის აღიარების ფონზე და შესაბამისად ის ვერ ხედავს იმ ღრმა კლასობრივ სოციალურ-ეკონომიკურ თანასწორობას, რომელიც სხვადასხვა ჯგუფებს შორის არსებობს. ამიტომაც ბუნებრივია, რომ მემარცხენე ტრადიციაში სამართლიანობას მოეთხოვება ხო არა მხოლოდ ის, რომ ძალაუფლება ეკუთვნოდეს ხალხს და სწორედ დემოკრატიული გზებით წყვეტდეთ პოლიტიკას, არამედ აქვს თუ არა რეალურად თანაბარი შესაძლებლობები სხვადასხვა სოციალურ კლასებს და ჯგუფებს პოლიტიკაში მიიღონ მონაწილეობა და მიიღონ სამართლიანი პოლიტიკა
პუნქტები, ხო, მათ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა უკვე მოგვიანებით განსაკუთრებულად თუ გავიხსენებთ ფუკოს ფემინისტურ ტრადიციებს, პოსტკოლონიურ, დეკოლონიურ ტრადიციებს უკვე მათ აინტერესებთ არა მხოლოდ ეკონომიკური სტრუქტურების დონეზე სამართლიანობა, არამედ უკვე სამართლიანობა დისკურსებისა და ეპისტემების, ხო, ცოდნის დონეზეც, იმიტომ რომ პოსტკოლონიურმა რეალობამ სამყაროს დაანახა, რომ ძალიან ბევრი გამოცდილება, რომელიც კონკრეტულ ხალხებს, კულტურებს, ცივილიზაციებს ჰქონდათ, სათანადო დანახული აღიარებული არ იყო და მათ დასავლეთი აღწერდა ისე ხო როგორც მას შეეძლო ეს აღწერა როგორც კოლონიურ ძალას და ამ პერიოდში იწყება ძალიან სერიოზული მოძრაობები სხვადასხვა ხო კოლონიზებული ხალხები, სადაც ისინი საკუთარი ცოდნის, გამოცდილების, ცხოვრების წესის შესახებ აცხადებენ და სწორედ ეპისტემურ სამართლიანობასაც მოითხოვენ. ფემინისტურ ტრადიციაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია აქამდე ჩაგრული და ხმაწართმეული ქალებისა თუ სხვა ჯგუფების, ხო, თქვა ეთნიკური, რასობრივი ჯგუფების გამოცდილებების მოყოლა და მათთვის ხმის მისცემა და მათი ცოდნისა და გამოცდილების ლეგიტიმურად აღიარება. ამიტომაც მე როგორც მემარცხენე რაღაცნაირად სამართლიანობის უფრო მრავალგანზომილებიან თეორიას ვიღებ, სადაც სამართლიანობა არ პასუხობს მხოლოდ პოლიტიკური ძალაუფლების ღერძს, არამედ პასუხობს ეკონომიკურ, კულტურულ, ეპისტემურ ღერძებსაც და ბუნებრივია, რომ ის ბრმა არ უნდა დარჩეს იმ გეოპოლიტიკური ასიმეტრიისა და ცივილიზაციური ასიმეტრიების მიმართ, რომელიც არსებობს თქვა იგივე გლობალურ ჩრდილოეთსა და გლობალურ სამხრეთს შორის და სადაც თითოეული ეს ხალხი ახერხებს გააცხადოს საკუთარი სუვერენული ინტერესებისა და ინტერესების შესახებ, უფლებებში გამოიაზრებას თუ რესურსებზე წვდომაში თუ ასე შემდეგ. ამიტომაც მე რასაც შემოგთავაზებდით ის რაც ჩვენ კრიზისებს და ძალიან ბევრ კონფლიქტებს ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურს გამოსავალს მოუძებნიდა სწორედ აი ამ მრავალგანზომილებაში სამართლიანობის დანახვა და ყველა ჯგუფისთვის სივრცეების, ძალაუფლების, უფლებებისა და რესურსებზე წვდომის მიცემა. ლობა. ხო, მე ცოტა სხვა კონტექსტში გავაგზავნებდი, თავიდან დასვი კითხვა არსებობს თუ არა საერთოდ ეს დილემა, ხო? წესრიგი თუ სამართლიანობა. გზაში რომ მოდიდი ზუსტად მაგაზე ვფიქრობდი, რომ ერთ-ერთი ცრუ დილემათაგანი არის, რომლის წინაშეც გვაყენებენ გარკვეული ძალები, ამ შემთხვევაში ეს საქართველოს მოქმედი ხელისუფლებაა და ისტორიულად ყოფილა მსგავსი შემთხვევები, როდესაც გიქმნიან დილემის ილუზიას, რომელიც ინამდვილად არ არსებობს. 35 წლის წინ დაახლოებით, როდესაც საქართველოში ეროვნული მოძრაობა იყო უკვე დასკვნით ფაზაში, ჯერ არ ქონდა დამოუკიდებლობა მიღწეული, მაშინ ჩემი ღმერთმენით შემოგდებული იყო ესეთი დილემა, რა უფრო მნიშვნელოვანია დემოკრატია თუ დამოუკიდებლობა. და ამაზე ხოცავდა ხალხი ერთმანეთს, ანუ მართლა სერიოზული დებატები მიდიოდა 80-იანების და ბოლოს. სანამ დამოუკიდებლობას მოვიპოვებდით, ხო, რო დაფიქრდე, პრინციპში ძალიან უაზრო დებატია, უაზრო დილემა, არარსებული დილემაა საერთოდ, ხო, ხა როგორ შეიძლება მაგალითად დაპყრობილ ქვეყანაში იყოს დემოკრატია, ხო? და შესაბამისად ის რომ აი ჯერ დამოუკიდებლობა, მერე დემოკრატია ამ პირიქით, რაღაცნაირად თვითმიზნური დაპირისპირებისკენ მივყავდით ამას. მსგავსი სიტუაცია არის ამ ჩვენ შემთხვევაში, როდესაც საუბრობთ წესრიგი თუ სამართლიანობაზე, ვინაიდან ამაზეც რა ვიცი, ბევრი ციტატა და ავტორი შეგვიძლია სხვა და ზოგი თეორეტიკოსი, ზოგი ხატრული ნაწარმოებიდან, სადაც საუბარი იქნება იმაზე, როდესაც შენ თუ შენი ნებით უარს იტყვი თავისუფლებაზე, მაშინ დაკარგა იმასაც, რაც ვითომ მოგეცა თავისუფლების სანაცვლოდ, ხო, ეს სტაბილურობა, მშვიდობა ბჭყალებში და ვითომ გარანტირებული უსაფრთხო ცხოვრება. ესეთი რამ არ არსებობს, ვინაიდან მუდმივად ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ის ვითარება, რომელიც გვაქვს დემოკრატია იქნება თუ სამართლიანობა და სამართლიანობაზე განვევრცოთ ცოტა, ხო, ეს რას ნიშნავს? ეს არის მუდმივი ბრძოლის საგანი. ხო, ერთმა კაცმა თქვა ამერიკის ერთმა პრეზიდენტმა, რომ ყველა თაობას, ყველა ადამიანს ყოველთვის ერთი თაობა აშორებს თავისუფლების დაკარგვასთან. ანუ არასოდეს არ უნდა მივიღოთ ჩვენ ისეთი ვითარება, რომ აი ახლა სხვა დროა და რაღაცეები მოცემულობაა, რაღაცეები გარანტირებულად გვაქვს და შესაბამისად შეგვიძლია ამაზე არ ვიდარტოთ. მიყვარს ხოლმე ისტორიული პარალელები, აქაც გავიხსენებ იმას, რომ მაგალითად 100 წლის წინ ჩვენი მაშინდელი ხელისუფლება
ძალიან პროგრესული მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო დემოკრატიული სისტემის შემქმნელი ხელისუფლება თავისივე წარმოსახლების მძევალი აღმოჩნდა. ხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაშინდელი მოღვაწე ამბობდა, რომ ისი რა ის დრო აღარ არის ხა მსოფლიოში, რომ ერთმა ქვეყანამ მეორე ძალით დაიპყროს. ხა ამ ხელა ომიდან გამოვედით, ვერსალის ხელშეკრულება დაიდო, ადამიანებმა მიხვდნენ, რომ რაღაც აღარ უნდა გავაკეთოთ და რაც მე 90-იანების დასაწყისში ფუკუიამამ გაგვიკეთა ამ ისტორიის დასასრული, დაახლოებით მსგავსი განწყობა იყო მაშინაც. და შესაბამისად ადამიანები ძალიან მოდუნდნენ, რაც მალევე შეავსო ნაციზმმა, კომუნიზმმა და ისეთმა ბოროტებამ, რომელმაც ათობით და ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რომ არაფერი თქვა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე. იგივე მოხდა ახლა 90-იანების დასაწყისში, რახან ფუკუიამა ვახსენეთ, რა თქმა უნდა, მას ეს ბოროტი განზრახვით არ გაუკეთებია, მაგრამ მისი ხედვა იყო, რომ დასრულდა ის რაღაცნაირი ძალაუფლებათა და ელიტათა შორის ბრძოლა, ადამიანი მიხვდა, რომ ლიბერალური დემოკრატია კარგია და შესაბამისად აწი ყველანი კარგად ვიქნებით, შეიძლება ყველა კარგად არ არის ჯერ, მაგრამ გზა ერთია ნათელი მომავლისკენ და აღმოჩნდა რომ აი სანამ დასავლეთი ამ ილუზიის ტყვეობაში იმყოფებოდა ავტორიტარული ქვეყნები და ის ჯგუფები რომლებიც ჩასაფრებული იყვნენ და რომელთაც უნდათ რევანში ძალიან მეთოდურად მიზანმიმართულად ემზადებოდნენ ამ რევანშისთვის ჩვენ და სამწუხარო და ჩვენში ჩვენ თავს მოვიაზრებ აი იმ კოლექტიური დასავლეთის ნაწილად ჩვენს დიდწილად არ გვინდოდა იმ პრობლემების შემჩნევა რომელთაც აქეთ მოვდიოდით, ხო? Რაღაც შორს წავიდეთ, ახლა რუსეთზე რო არ, აი 90-იან წლებზე რო არ ვილაპარაკოთ, ვინაიდან ის ქაოტური რუსეთი დასავლეთს არ უნდოდა და ამის გამო თვალით დახუჭა პუტინის ხელისუფლებაში მოსვლაზე, მერე რაც ხდებოდა პუტინის პირობებში ვიცი, ხა ნებისმიერი თავმოყარე რეალისტი ლიდერი ამას თავის დროზე დაუსვამდა შედეგს. შესაბამისად არ მივიდოდით არც საქართველოში შემოჭრამდე, არც ყირიმის ანექსიამდე და მით უმეტეს არც 2022 წლამდე. შევახსენოთ მაყურებელს, რითი დაიწყო პუტინმა, დაიწყო იმით, რომ ააფეთქა საცხოვრებელი კორპუსები მოსკოვში, ვოლგოდონსკსა და ბუინაქსში. ეს დააბრალა ჩეჩნებს, შეიწრა ჩეჩნეთში და მეორე მსოფლიო ომის დროს ყველაზე დიდი სასაკლაო მოაწყო ევროპის კონტინენტზე. 200-დან 250,000 ადამიანამდე ჩახუცა თან ეს არის რაღაც რაღაცნაირი ოპერაციაც არ ერქვა მე მგონი იმას, ჩვეულებრივად აი ფრონტალური ომი გამართა, მიწასთან გაასწორა ქალაქები და სოფლები. მერე იყო ბესლანის ტრაგედია, როდესაც რამდენიმე ტერორისტმა მძევლად აიყვანა 1 სექტემბერს მთელი სკოლა და იქ მისული ბავშვები. და რაქნა რუსულმა ხელისუფლებამ, რაქნა პუტინმა პირდაპირ შეუტია და დაანგრია მთელი სკოლა. 300 ბავშვი მოკვდა, სწორად გამიგეთ, ანუ ეს არ არის საუბარი იმაზე, როგორ რეაგირებ ტერორისტებთან ურთიერთობაზე, ხო? ერთია რომ მოლაპარაკებაზე არ მიდიხარ, მაგრამ მეორეა რომ იმდენად არ ანიჭებ ადამიანის სიცოცხლის ღირებულებას, რომ შეგიძლია რომ სკოლას თავს დაესხა და 300 ბავშვი ჩააყოლო, თუ გინდა რომ 7-8 ტერორისტი მოკლა. ანალოგიური მოხდა პუტინის შემთხვევაში ნორდოსტის ტრაგედიისას, ეს უკვე თუ არ ვსწრები 2004 წელია, როდესაც რამდენიმე ტერორისტმა ხელში ჩაიგდო მოსკოვის კინოთეატრში მყოფი ასობით ადამიანი და იქაც შეუშვეს მომწამლავი გაზი და ყველა მოკლეს. იმ 7 თუ 8 ტერორისტის გასანეიტრალებლად და მოსაკლავად მოკლეს 200 თუ 300 საკუთარი მოქალაქე. მერე იყო ყატარში გაგზავნილი დიპლომატიური პოსტით გაგზავნილი ბომბი. დიპლომატიური პოსტით რუსეთმა გააგზავნა ყატარში ბომბი, ეს ბომბი რუსმა ბრჭყალებში დიპლომატებმა დაუდეს მანქანის ქვეშ მამაშვილი ანდარბიევებს და ააფეთქეს. როდესაც ყატარის ხელისუფლებამ გამოიძია ეს შემთხვევა და ეგრეთ წოდებული დიპლომატები დააკავა, რა გააკეთა პუტინმა, ძევლად აიყვანა მოსკოვში მყოფი ყატარის მოჭიდავეთა ნაკლები და გაუცვალა. აი ჩვეულებრივი ტერორისტია ეს ადამიანი და ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როდესაც მას იწვევდნენ, ქორწილებში ეცეკვებოდნენ, იმის რა ქვია, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვილებს ყიდულობდნენ ოკუპირებულ ყირიმში, ეგ ცოტა მერე იყო, მაგრამ მაინც, ხო? რატო ამბობ, ეს ყველაფერი მოხდა, შეიძლება ცოტა გადაუხვიეთ ემას, მაგრამ არ გადაუხვია, ასე მგონია, რომ უფრო რაღაც სანამ სამართლიანობამდე მივართ, ეს სამართლიანობა ცოტა ის არის, ხო? პირამიდაზე, მასლოვის პირამიდაზე ოდნავ მაღლაა და ჩვენ ძალიან საბაზისო ეგზისტენციურ თემებზე გვიწევს ხოლმე საუბარი საქართველოს პირობებში. ჯერ ხო ეს არ არის დემოკრატია თუ თავისუფლება, ეს არის გადარჩენა, ხო? ჯერ უნდა გადარჩე და მერე იდარდო იმაზე, როგორი სისტემა ააშენო. ერთსაც ვიტყვი და მერე ძალიან გამგზელდა მგონი სიტყვა, რაც შეეხება უშუალოდ სამართლიანობას.
ბუნებრივია ყველა ადამიანს ბავშვობიდან ალბათ აქვს ეს მომეტებული გრძნობა, რომ გინდა სამართლიანობა იყოს, ყველაში ფეხბურთში იქნება რაღაც ეზოში რო თამაშობ თუ დიდ განზომილებაში, როდესაც სამყაროს უყურებ და გინდა რომ ისე იყოს ყველაფერი მოწყობილი, როგორც გინდა სწორი. მაგრამ დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ ვითარებაში, ვინაიდან თუ შევხედავთ ძალიან ბევრი ბოროტება ამ სამყაროში ჩადენილა სამართლიანობის სახელით. საფრანგეთის რევოლუცია დაიწყო სამართლიანობისთვის ბრძოლით და დამთავრდა იაკობინელთა დიქტატურით და თავების დაყრევინებით გილიოტინაზე, ხო? ანალოგიური რამ ბევრჯერ მომხდარა, ვახსენეთ უკვე 20-იანი წლები, როდესაც იტალიაში ფაშისტები მოვიდნენ, გერმანიაში ნაცისტები მოვიდნენ უკვე მალევე 10 წლის შემდეგ, ჩინეთში რაც მოხდა, ყველაფერი სამართლიანობისთვის ბრძოლის ეგიდით იყო. ამიტომ ძალიან სიფრთხილეა საჭირო თუ იმ შემთხვევაში და იმ საკითხზე საუბრისას თუ რა არის სამართლიანობა. ჩემთვის სამართლიანობა არის ის, რომ ჩვენ გქონდეს ქვეყანაში ინსტიტუტები, ისევ ქართულ კონტექსტში ვიქნები, სადაც ყველა ადამიანი შეძლებს, რომ მეტნაკლებად ეძიოს ეს სამართლიანობა და იქნება ეს checks and balance-ები თუ სხვადასხვა გზით თავისი სამართლიანობა დაამტკიცოს, ხო? იგივე ქოცების შემთხვევაში, რომ მოვიდნენ ესენი ხელისუფლებაში 2012 წელს, ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო სამართლიანობის აღდგენა. ნუ მე კითხულობდი ხოლმე ხშირად, რომელი წლის განმავლობით უნდა აღვადგინოთ ეს სამართლიანობა, საინტერესოა, ხო? ერთ-ერთი ადამიანი, ხა ჩვენ ვთქვით, სახელები და გვარები ყოველთვის არ გვინდა, მაგრამ ნუ ვიტყვი ამ შემთხვევაში სახელი და გვარს იყო ვანო ჩხარტიშვილი, რომელმაც აღიდგინა სამართლიანობა და ჩამორთმეული ქონება დაიბრუნა. არავის არ უკითხავს, ოღონდ როგორ მიიღო მან ეს ქონება, სანამ ჩამოართმევდა. ხო? აი აქ სამართლიანობა ჩემი აზრით ძალიან ისეთი რაღაცა მყიფეცნება, შეიძლება არც თუ ისე მყიფე, მაგრამ ამიტომ გვიწევს განსაკუთრებული სიფრთხილე და ჩემი აზრით მნიშვნელოვანია სამართლიანობისთვის ის თუ როგორ მიიღება კანონები ახსენე შენ, ხო? ჩვენთან კანონი როგორ მიიღება, მოუნდება ივანიშვილს რომ შემოიტანოს თავის ნახატების კოლექცია, დარეკავს ვიღაცასთან, შეიკრიბება პარლამენტში და 3 დღეში არის ახალი კანონი, რომელიც მას საშუალებას აძლევს, რომ ისე შემოიტანოს ეს მილიარდიანი კოლექცია სავარაუდოდ, რომ მრავალი ასეული მილიონი არ გადაიხადოს ბიუჯეტში. ცივილიზებულ დემოკრატიულ ქვეყნებში კანონის მიღება არის რაღაც პროცესი, სადაც საზოგადო ზუსტადაც რომ აი სხვადასხვა ჯგუფები არიან ჩართული, მანამდე ჩვენთანაც ვენეციის კომისიის დასკვნასაც რაღაც აზრი ქონდა და ასე შემდეგ რაღაც პროცესია, ხო, საზოგადოებრივი განხილვა, ეს მოგწონს, არ მოგწონს. ეხლა უკვე ესე რაღაცნაირად ბითუმად იღებენ კანონებს, უკვე აზრი აღარა კონკრეტულ მუხლებში ჩაძიებას, იმიტომ რომ აი ასე მგონია რომ შეიძლება თარიღი ავიღოთ, აი რაღაც 2022 წლიდან რა კანონიც მიიღეს ამათ, ყველაფერი გადასაგდებია, ყველაფერი გასაუქმებელია, იმდენად გაუფასურებულია უკვე კანონის მიღების პროცედურა. მდინარაძემ თავის დროზე თქვა კიდევაც, რომ ჩვენ რო აქციებს უყურებთო, ძალიან კარგად ხვდებით რა უნდა შევცვალოთ კიდე კანონში. აი არ მომწონს რაღაცა, შევცვალე კანონი და ხვალიდან უკანონოა. ხო, აი როგორ უნდა ვისაუბროთ სამართლიანობას, სადაც კანონი შეიძლება ასე იცვლებოდეს ქვეყანაში. და მეორე სასამართლო ეს ჩვენი ტკივილია ყველას საერთო, რა თქმა უნდა, რომელიც მართლა არ გვიღირსა და ამის გამოსწორების ჯადოსნური გზა მართლა არ არსებობს. ამის გამო ჩემი ღრმა რწმენით არის პირველ რიგში შეიძლება შორი გზა, მაგრამ არის ღირსეული და ძლიერი მოქალაქის შექმნა. ანუ მოქალაქის მაგალითად იურისტი, რომელიც მიიღებს იურიდიულ განათლებას, გაივლის შესაბამის ეტაპებს და როდესაც გახდება მოსამართლე, მისთვის იქნება ეს აპრიორი მიუღებელი, რომ ვიღაცის დავალება შეასრულოს. მისთვის იქნება აპრიორი მიუღებელი, რომ თვით ცენზურა განახორციელოს კონკრეტულ საქმეში, თუ მას გონია, რომ აი ესე მოველიან მისგან. რა ვიცი, ხო ჩვენ აქ ვინც ვარ შეკრებილები, ასე მგონია, რომ კონიუნქტურისგან დამოუკიდებლად არის რაღაცები, რასაც არასდროს არ ვიზამთ, ხო ესეა? მე მგონი არ ვშტები და ამას არ განსაზღვრავს ის, რომ კანონში ასე წერია, ან კანონში ისე წერია. ხო არის რაღაცა, რასაც ჩვენ ვიზამთ ან არ ვიზამთ. და სასურველია, რომ მოქალაქე იყოს ისეთი, ბევრი მოქალაქე, რაც შეიძლება მეტი, რომელიც ზუსტად ასე მოიქცევა. ხო, მე მაინც უფრო კონკრეტულად მე შეგვიძლია ვიკითხოთ, იმიტომ რომ ყველანი რაღაცნაირად ცვლილებისთვის ვიხვწვით ბოლო 1 წლის განმავლობაში და არა მხოლოდ, ხო, უფრო დიდი ხნის განმავლობაში და დარწმუნებული რაღაცა კონკრეტული გზები არსებობს რეფორმის, იმიტომ რომ ხშირად, როდესაც ამ პროცესებს ვინმე აკვირდება და უფრო გათიშული არის პროცესები, მაგ შეკითხვას სვავს, რომ რითი ანაცვლებთ, რა რითი აპირებთ შეცვლას და მხოლოდ ის, რომ აი კარგი მოქალაქე, იმიტომ კარგი მოქალაქე შეიძლება დაგჭირდეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რომ გაიზარდოს, ხო? და რამე სხვა გზებით თუ არსებობს, მაგაზეც კარგი იქნებოდა, მაგრამ ჯერ საფას მიხარია თქვენი მოსვენა, პირიქით საერთოდ არ გაგრძელებიათ არც ერთს და მეც ლევანთან ერთად მოგისმენთ ხოლმე პრინციპში. ჩემთვის როგორც
ხო, იურისტისთვის რა, სამართლიანობა რამდენიმე level-ზე არსებობს, რამდენიმე ეტაპად არსებობს რა, არის კონკრეტულ კითხვებთან დაკავშირებული სამართლიანობა, ხო, აი ეხლა სისხლის სამართალში ძალიან ბევრი ასე ტრაგიკული კოლიზიის შემთხვევები, აი კონდუქტორის დილემა, რომელიც არის მაგალითად, ხო, აი 5 ადამიანი უნდა გაწეროს, თუ ერთი რაღაცა მსგავსები არის ეს პოლიტიკასთან დაკავშირებული, ხო, ანუ სახელმწიფო პოლიტიკა როგორი უნდა იყოს მოწყობილი იმისთვის, რომ ქვეყანა რაღაც თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს თავი რაღაცა თანასწორად ასე შემდეგ პრინციპში როლზე რისკენაც მოგვიწოდებს და არის საბოლოო ჯამში რაღაცა შეიძლება ვილაპარაკოთ უფრო რაღაცა მიღმიერ ეს შენი საქმე უფრო ალბათ რაღაცა სამყაროს რაღაცა ერთიან სამართლიანობაზე, ხო? მაგრამ მე რაშიც ცოტა სხვანაირ პოზიციას დავიჭერ არის ის რომ მე მგონია რომ წესრიგი და სამართლიანობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება არსებითად ანუ რაღაც დილემას მანდ ხედავ. ოღონ არა იმაში რომ აუცილებლად ერთი უნდა ავირჩიოთ და მეორე უკუაგდოთ ან რაღაცა მსგავსი არა, ანუ ხედავ წინააღმდეგობას იმაში რომელი არის უპირატესი, უпростоრად რომელი ერთი საჭირო და მეორეც, მაგრამ რომლისგან წარმოიშობა მეორე, ესე რომ ვთქვათ. ანუ თუ იმიტომ რომ წესრიგი თავისთავად შეიძლება იყოს სამართლიანი, აი სამართალზეც თუ საუბრობთ ამ დროს, ხო, აი სამართალი რისგან შედგება, ამ სამართალს რა ელემენტარული წესები უნდა ჰქონდეს, ხო? ნორმები უნდა იყოს მიღებული პარლამენტის მიერ რაღაცა პროცედურული სამართლიანობა თუ არის დაცული თანმიმდევრობა და ასე შემდეგ. ასის სამართალში განსაკუთრებით აი სამართლიანი გაფრთხილება თუ არის fair warning თუ წინასწარეუბნები ადამიანს, რომ აი რაღაცას თუ გააკეთებ, მე აი ასე და ასე დაისჯები, ხო? შემდეგ სასამართლო პროცედურა თუ არის რაღაცა თანმიმდევრული წესები არ ირღვევა პროცესი ისე მიმდინარეობს, ხო? თავისთავად ეს წესრიგი წარმოშობს გარკვეულ სამართლიანობასაც, რასაც ზოგიერთები ეთანხმებიან, ზოგიერთები არ ეთანხმებიან. ეხლა დღეს რომ მივიღოთ სიტუაცია, რომ აი ავტორიტარულ ქვეყნებშიც, რა ვიცი, საუდის არაბეთიდან ჩრდილოეთ კორეამდე სულ ერთია საათ, ხო? ანუ შეიცვალოს უცებ მოიხსნას ყველაფერი, შეიძლება იმ სოციუმმა იგივე წესრიგი აერჩიოს, იმიტომ რომ იმას ხედავენ სამართლიანად. ანუ ამ შემთხვევაში მივდივართ უფრო ჰობსის გაგებასთან სამართლიანობის, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ის წესრიგი ყველაფერს ურჩევნიათ. ოღონდ არ იყოს ის 90-იანები, ხო? ჩვენთვის ოღონდ სტაბილურობა ის შალვარამიშვილის კლიპში როგორც არის და ამ შემთხვევაში წესრიგი ქმნის გარკვეულწილად არა მხოლოდ სამართალს, არამედ სამართალს ასე არის და მორჩა და აქედან მოდის პრინციპში აი ჩვენი ალბათ სკოლანდელი რაღაცა ის ფრაზა რომელიც ძალიან გძულდა ალბათ ეს არ მოგწონს წადი, იმიტომ რომ აი აქ ჩვენ ეს სამართლიანობა გვინდა, შენთვის არ მოგწონს, შეგიძლია წახვიდე, აქ ეს მიგვაჩნია სამართლიანად და მორჩა. მაგრამ მეორე თუ ჰობსის ნაცვლად ლოკს ავირჩევთ, ხო, სიტყვაზე ძალიან ფართოდ ვამბობ, მაგრამ მაინც შეიძლება სამართლიანობა არის პრიმატული, ეს ჩვენი არჩევანია პრინციპში, რას ვირჩევთ. შეიძლება წესრიგი ვერ იქნება, წესრიგი არ იქნება ის რა სიტუაციაც გვექნება, როგორც დაალაგებული ვითარებაც გვექნება, თუ სამართლიანობას არ ეფუძნება. ხო, ამ შემთხვევაში და მე მგონია რომ ეგ გვიბიზგებს იმისკენ რომ რაღაცა ცვლილებებისკენ მივდიოდეთ, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ თუ კანონში გვიწერია რომ დაუშვათ ქურდობის გამო ხელი უნდა მოაჭრა ადამიანს ან რა ვიცი რასაც თუნდაც აი ეს მე-18 საუკუნის ფრანგი განმანათლებლები წერდნენ, ხო, აი ჰიუგო რასაც წერს კლოდ გეში მაგალითად, რომ ადამიანი ჯერ მიხედეს სახელმწიფონა მე მოაჭერი თავი რაღაცა ქურდობისთვის, ხო, ერთი პურის ქურდობისთვის ელემენტარული სამართლიანობა თუ არ იყო, ისე წესრიგი ვერ იქნება. ამიტომ გარკვეულწილად არსებობს ამათ შორის დილემა, როგორ არ არსებობს, უბრალოდ გაჩნია ჩვენ რას ვირჩევთ. და ეს არ არის მართლა ფუკუიამასეული რაღაცა გადაჭრილი დილემა, იმიტომ რომ დღესაც გვაქვს ბევრი სახელმწიფო, სადაც ინტერნეტიც არის, განათლებაც არის, ვერ ვიტყოდი რომ დიდად ავტორიტარიზმიც არის, მაგრამ ადამიანები ირჩევენ თუნდაც სამართლიანობისგან მეტწილად დაცლილ წესრიგს. სრულად უსამართლო, სრულად სამართლიანი სახელმწიფოები, ასევე რაკი სამართლიანობა ნეგატივი შეფასებით იცნება, ხო, არ არსებობს ისე როგორც წმინდად კაპიტალისტური ან წმინდად რაღაცა კომუნისტური ეკონომიკა დღეს, მაგრამ აი სალვადორი არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სახელმწიფო, რასაც აი მიუყვები, არ ვიცი, რამდენი წელია უკვე რაც იქ ბატონი ბუკელე მოვიდა იმის შემდეგ. გვაქვს ქვეყანა, სადაც მოსახლეობა ირჩევს თავისი ნებით, რომ აი სამართლიანობა კი არა, ადამიანის ძირითად უფლებებზე ჩვენ რაც გვიწერია კონსტიტუციის მეორე თავში, ძირითად უფლებებზე, ყველა უფლებაზე ამბობენ უარს. ოფიციალურად თან ეს არ არის რაღაცა დამალული ამბავი, ანუ
ადამიანმა თქვენს ამაზე უარი, ოღონდ მკვლელობის რიცხვი ჩამოსულიყო ქვემოთ. ანუ იქ მართლა ის სტაბილურობა მართლა ეგ აირჩიეს. მშვიდობა აირჩიეს და ასე შემდეგ, ხო? მეორე ამბავი არის ის, რომ ეს იქაური პრეზიდენტი როგორ იყენებს ამას იმისთვის, რომ ეს თავისი წესრიგი გაასაღოს ერთადერთ შესაძლო ალტერნატივად და აი მე თუ არ ვიქნები, ჩვენ დავბრუნდებით იმ ქაოსში, რაც ნუ იმათ შემთხვევაში 10-იან წლებში იყო, ჩვენ შემთხვევაში 90-იანებში და ასე შემდეგ. და ამ ყველაფერს პრინციპში მივყავართ ძალიან დაბნეულ მოცემულობამდე, ესე რომ ვთქვა, სადაც კი ამ ძალიან კომპლექსური შეიძლება იყოს იმის აღქმა რა არის სამართლიანო საიტკენ უნდა მივდიოდეთ საერთოდ. არის თუ არა ამაზე პასუხი საერთოდ ინსტიტუციები, ხო? იმიტომ რომ ხედავთ ბევრ ქვეყანას, რომელიც ძალიან დემოკრატიული იყო ძალიან ცოტა ხნის წინ და ვერ გაძლევს ინსტიტუციებმა. ინსტიტუციები რამდენად არის გამოსავალი? ხო, ფუკუიამას დროს ჯეროდათ ადამიანებს რომ კი გაძლევს აბა რასიზმს, დემოკრატიული ტრადიციები, ასლოვანი, ასე ვერ გაძლო. ამიტომ ახალი რაღაც გვაქვს საძებნელი და აქ ერთ რაღაცასაც შემოვიტან, იმიტომ რომ ეგ მგონია ძალიან საკვანძო, რომ ჩვენი მსჯელობისას გავითვალისწინოთ, რაც აქამდე არ ყოფილა. ეს არის სოციალური მედია და ციფრული სამყარო, რაც მოახდენს, ჯერ თუ არ მოუხდენია იმ ხელა გადატრიალებას სამყაროში, რაც თავის დროზე გუტენბერგის საბეჭდმა წიგნის საბეჭდმა მანქანამ მოახდინა. წარმოუდგენელი სისწრაფით მივდივართ იქ, სადაც აბსოლუტურად არანაირ სინათლე არ არის, ანუ ძალიან ხელისწესებით მივაბიჯებთ წინ და აი მანდ როგორი იქნება სამართლიანობის და წესრიგის დაყოფა, ეს იქნება გადამწყვეტი იმისთვის, რომ როგორ ფორმირდებიან მომავლის სახელმწიფოები და ამ დილემებში უკვე ვართ. მაგალითად, რა დონეზე უნდა აკონტროლოს სახელმწიფომ ციფრული მედია, სოციალური მედია, ცენზურა უნდა იყოს თუ არა. ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში უკვე არის ამერიკის შეერთებულ შტატებში კანონები, რომლებზეც ნახევარი მოსახლეობის აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ეს არის ცენზურა, არ შეიძლება და ასე შემდეგ. მეორე ნაწილი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ამის გარეშე ბავშვები, რა ვიცი, პორნოს ყურებამ და ასე შემდეგ, მთლიან გაანადგურა მომავალი თაობა და ნარკოტიკებმა და ასე შემდეგ, ხო? და ბალანსი ამათ შორის ნაპოვნი არ არის. თუ ჩვენ და ძალიან ისე ვუახლოვდებით ამ ციფრული სამყაროს გამო სიტუაციას, სადაც მე მგონია, რომ ყველაფრის თავიდან გადალაგება მოგვიწევს. და ხელოვნური ინტელექტიც დაამატე იმას, რაც ახსენე. კი, იმიტომ რომ ვისაც ექნება ყველა ეს წყარო, ის განსაზღვრავს რა არის თავისუფლება, ის განსაზღვრავს რა არის სამართლიანობა და ასე შემდეგ. და მან კიდევ ერთი საკითხი რაც შემოდის, შეუძლია კი საერთოდ სახელმწიფოს სახელმწიფოს დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოს, რომ საერთოდ გააკონტროლოს ეს ყველაფერი. იმიტომ რომ აი ეს რა ქვეყნები ჩამოთვალე, იქ ყველგან თვითონ ამ ტექ კომპანიებზე გადაიტანეს ცენზურის, ანუ რეგულაციის, ახსრულების ყველა ბერკეტი. სახელმწიფოს არ შეუძლია, საფრანგეთს თუ არ შეუძლია, გერმანიას თუ არ შეუძლია და ასე შემდეგ, ვის შეუძლია. და მაშინ ხო არ ვიღებთ იმ სიტუაციას, სადაც ზუსტად ეს ტექ კომპანიები განსაზღვრავენ ჩვენს მომავალს, იმ ინფორმაციას, რასაც ვიღებთ და იმ დასკვნებს, რასაც ამ ინფორმაციის მიღების შედეგად გამოვიტანთ, ხო? სამართლიანობა აქამდე რაც გვეგონა, მე მგონია, რომ ძალიან დიდწილად გადაიწერება, იმიტომ რომ წესრიგის საჭიროება გაჩნდება აბსოლუტურად სხვანაირ. წესრიგი იქნება არა ის, რაც ქუჩაში ხდება რაღაცა დანა და ასე შემდეგ, არამედ თუ რა ხდება ჩვენ ციფრული ეკრანის მიღმა. ეგ განსაზღვრავს ჩემი აზრით ჩვენს მომავალს. შენ ახსენე რომ 10 წლის მერე საინტერესო იყოსო და ეს მონაკვეთი ალბათ საინტერესო იქნება 10 წლის მერე რომ AI შეხედავს იმას ეპიზოდს და ჩვენს რაღაცას ლაპარაკობდა. ბევრი სხვადასხვა რამ ახსენეთ, რომელიც ღირს გამოკიდებათ და ჩაშლათ, ასე ვთქვათ. და ერთ-ერთი არის აქ გუტენბერგი ვახსენეთ და ლუთერი მინდა შემოვიტანო, ოღონდ ცოტა სხვა მხრივ ზაზა თქვა სამართლიანობის სახელით რა ბოროტება კეთდება. და არ ეგეთ ნაწარმოები კლაისტის მიხაილ კოლჰასი, რომელიც ფიქრობ მართლა დღეს ძალიან წასაკითხი ტექსტი არის ჩვენთან. და იწყება ცნობილი დასაწყისი აქ, რომ აქ და აქ ცხოვრობს მიხაილ კოლჰასი, რომელსაც სამართლიანობის განცდა იმდენად მოჭარბებული ჰქონდა, რომ ის გადაიქცა ბოროტმოქმედად და რატო? იმიტომ რომ ბატონი მას რაღაცა ცოლს მოუკლავს, ცხენებს წაართმევს და ეს იწყებს შურისძიებას და არის აბსოლუტურად მართალი არის თავის შურისძიებაში.
ოღონდ მიდის და ქალაქებს წვავს და მოკლედ მისდევს იმ ვინც მას დაუშავა რაღაც. ერთ-ერთ ეპიზოდში ხდება მარტინ ლუთერი თვითონ წერილს მიწერს, რომ შემხვდი, ანუ წერილს გამოაქვეყნებს ლუთერი, რომ ძალიან ცუდად იქცევი ეს რაღაც კეთება არ შეიძლება, იმიტომ რომ ხალხმა რა დააშავა, ვინც ქალაქებში ცხოვრობს. და ეს ჩუმად შეხვდება ლუთერს და იქ ლუთერი გაკიცხავს და ეტყვის, რომ ვინ ხარ შენ, რომელმაც შენ თავზე იტვირთე სამართლიანობის აღსრულება, იმიტომ რომ არსებობს ღმერთი და არსებობს სახელმწიფო და შენ ესე არ ღვევ. მაგრამ მე ძალიან არ მომწონს ლუთერის ეს პასუხი, იმიტომ რომ როგორც კი სახელმწიფო თავად არის უსამართლობის ჩამდენი, მე მგონია რომ მოქალაქეს აქვს უფლება, რომ ეს სამართლიანობის აღსრულება საკუთარ თავზე დაიბრუნოს. მაგრამ აქ ფუნდამენტური ალბათ შეკითხვა ზოგადად რაც არც ვისაუბრი არის რა არის სამართლიანობა და სკოლაში ძალიან ხშირად უყვართ ხოლმე და სუფრის საუბრებშიც სამართლის უგუელბელყოფა არგუმენტით რომ ყველაფერი არის სუბიექტური. აი ჩინეთში ესე არის ძმაო და ეხლა მაშინ მე არ ვეთანხმები ამას სუფთა ფილოსოფიურად, ან მე გონია რომ რაღაცაზე რაციონალურად შეიძლება რომ ყველა ადამიანი შეთანხმდეს. და შეიძლება კულტურული განსხვავებები იყოს, მკვლელობაზე რამდენი უნდა მიუსაჯო. აი ეგეთი ნიუანსი, მაგრამ ის რომ მკვლელობა ცუდი არის, ამაზე შეთანხმება სუფთა ადამიანური რამ გონია. თქვენ როგორ უყურებთ სამართლს, ობიექტურია თუ სუფთად სუბიექტური არის და რომელიმე არჩევანის შემთხვევაში, მაგრამ მე მგონია რომ მისი სუბიექტურობის დამტკიცების შემთხვევაში უბრალოდ უარს ვაცხადებთ იმაზე, რომ სამართალი აღსრულდეს, იმიტომ რომ მაშინ რა უფლება გვაქვს თუ სუბიექტურ განცდებზეა დაფუძნებული და რას თუ ჩემსავით ფიქრობთ, რომ ობიექტური მარცვალი შეიძლება იყოს, მაშინ რა არის ეს? ანუ რა განსაზღვრავს რომელიმე კანონის, რომელიმე დადგენილების თუ ბრძანებულობის, თუ ბრძანების აი ამ ობიექტურობას და რატომ უნდა მიყვეთ მას? როგორ ფიქრობთ? თამდრობა როგორც თქვენ იგამართებთ, ერთმანეთსაც უნდა იგამართოთ. ხო, სამართლიანობას ალბათ აქ უკვე სამართლის და სამართლიანობის ერთად შემოტანა მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხო რაღაც სამართალში გაწერილი ნორმები და ის ეთიკური მინიმუმი, რომელიც სამართალში არის წარმოდგენილი, რაღაცა ტიპის კონსენსუსის საგანია. ხო, ეხლა ძალიან თანამედროვეობაში რო გადმოვიდეთ, თანამედროვე სამართლის სისტემები მეტწილად იმეორებს საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს, თქვათ იგივე ადამიანის უფლებების სფეროში, პროცესუალურ სამართლის სფეროში და ასე შემდეგ და განსაკუთრებულად ჩვენაერ ქვეყნებს, აი ტრანზიციულ დემოკრატიებს ეს გადმოტანილი აქვთ ხო სხვა ქვეყნების სამართალი. ხა გაგახსენდებათ არა იურისტებს, როცა რაც კონსტიტუციებს ვიღებთ, ვამბობთ რომ ამერიკული მოდელია, ფრანგული მოდელია თუ რა მოდელია, ხო? ამიტომაც სამართალი რაღაც ესეთი საყოველთაოდ უნივერსალურ შეთანხმებებზე დგას. რა თქმა უნდა, აქედან მუდმივად გადახვევა ხდება, თუმცა ის რაღაცა ჩარჩოს გვაძლევს, რომელიც უნდა აძლევდეს ბევრ ჯგუფს სამართლიანობის საკუთარი წარმოდგენით, საუბრის, მონაწილეობის და პოლიტიკის ცვლილების შესაძლებლობას. თუ ჩვენ შევხედავთ ესეთი ფორმალური თანასწორობის პრინციპით, ხო, აქ შეიძლება ვთქვათ, რომ თუ მოქალაქე ხარ, თანაბარი უფლებები და კანონის წინაშე თანასწორობა გეძლევა. მაგრამ ვთქვათ, მემარცხენე კრიტიკა ორივეს მიმართ ის არის, რომ შეიძლება შენ კანონის წინაშე თანასწორობა მოგცენ, მაგრამ საფუძვლად მდებარე უთანასწორობებს და ასიმეტრიებს ვერ ხედავს ეს მოდელი და შესაძლოა ის ბრმად დარჩეს იმ განგრძობადი გაჭიანურებული სიღარიბის გამოცდილებების მიმართ, რომელიც ადამიანების მასებს შეიძლება ქონდეს და როგორც წესი სიღარიბეს თან ერთვის სხვა ტიპის ჩამორთმევების, ხო, სათანადო განათლებაზე, კულტურაზე, წვამის, დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობების ჩამორთმევა, ამიტომ მას უფრო საჭიროებები აინტერესებს და შესაბამისად ცდილობს, რომ გამოათანაბროს ძალიან აშკარა ასიმეტრიები სხვა ჯგუფებს შორის. ხო, ჩვენს რეალობაში ჩვენ თან შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამართლიანობა უფრო მაინც ლიბერალური გაგებით არის სამართალში წარმოდგენილი, რომელიც კანონის წინაშე თანასწორობას გულისხმობს. ძალიან ხშირად ეს პრინციპი პრაქტიკაში ირღვევა, მაგრამ ჩვენ ნაკლებად ვსაუბრობთ არსებით თანასწორობაზე, ხო, ანუ ისეთ რეალობაზე, სადაც ეს ასიმეტრიები, ძალაუფლებრივი, ეკონომიკური, ხო, კულტურული ასიმეტრიები დანახულია და ჩვენ ვცდილობთ, რომ უფრო მეტი ძალისხმევა ჩავადებინოთ სახელმწიფოს, უფრო მეტი ღარიბების მხარდასაჭერად, ხო, რა ვთქვათ, პენსიონერების, ეთნიკური უმცირესობების თუ ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა ეს საკითხი ერთმანეთს რო ძალიან არ ავწდეთ მსჯელობაში, ხო, ჩვენ რეალურად ეხლა რა კრიზისშიც ვართ, ჩვენ გამოგვივლია რა თქმა უნდა პოლიტიკური კრიზისები 90-იანებში, 2000-იანი
დადგენებში ჩვენ გამართული დემოკრატია, კონსოლიდირებული დემოკრატია არასდროს არ ვყოფილვართ. ჩვენ მუდმივად ჰიბრიდული დემოკრატიიდან ჰიბრიდული ავტორიტარიზმის აი ამ ხო რაღაც რყევებში ვიყავით და მუდმივი ავტოკრატიზაციის ციკლში ვექცეოდით. თითოეული რეჟიმი და ეს ციკლი შეიძლება სხვადასხვაგვარად აღწეროთ, მაგრამ ალბათ ყველაზე საინტერესო რაც უნდა ვთქვათ არის ის, რომ კი ჩვენ კონსტიტუციამ, სამართლის სისტემამ, ინსტიტუტებმა ვერ დაგვიცვეს და ჩვენ და პრინციპში ეს გამოწვევები უდგას დღეს დასავლურ დემოკრატიებსაც, რაღაც ისეთი ფუნდამენტური ხდება, ხო? როგორც ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებს, იმიტომ თქვი, ხო? და მაშინ ხო რა არის, ჩვენ ხარ გვჭირდება დემოკრატიის ახალი გაგება, რომელიც არ დაეფუძნება მარტო ფორმალური პოლიტიკის სფეროს დემოკრატიას, ხო, იმიტომ რომ დემოკრატიაზე ვლაპარაკობთ, ან ინდექსებს ვითვლით, ხო, რა გვაინტერესებს, თქვათ, ინსტიტუტები, check and balance, სხვა ინსტიტუციებს შორის, სასამართლოს დამოუკიდებლობა, პრესის თავისუფლება, ასოციაციების თავისუფლება და პარტიული პლურალიზმი, ხო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის მთელი რიგი მოწყვლადობები, რომელზეც სწორედ ლიბერალური დემოკრატია თვალს ხუჭავდა, მაგალითად ის რომ თქვათ იგივე თქვათ ეკონომიკური უთანასწორობები ხო და ძალიან ბევრი ადამიანის უნდობლობა არსებული ელიტების მიმართ და გამოთიშულობა პოლიტიკიდან ხო ან ეთნიკური და სხვა მრავალფეროვნება მიგრაციული პოლიტიკა რამაც ასევე ახალი შიშები გააჩინა ხო ამ საზოგადოებებში ხო ანუ ძალიან აშკარაა რომ ჩვენ დემოკრატიზაციის პროცესი ინსტიტუტებისა და ფორმალური პოლიტიკის დონეზე არ უნდა დავინახოთ და ქვემოთაც უნდა ჩამოვიდეთ, ხო? თქვათ ეკონომიკურ დონეზე, კულტურულ დონეზე, სადაც იგივე განათლების თანასწორობის და სხვა საკითხები ჩამოდის. ამიტომაც როცა ვამბობ რომ ჩვენ უფრო ფართე და ყოვლისმომცველი სამართლიანობის ჩარჩო გვჭირდება, რომელსაც მხოლოდ პოლიტიკური თანასწორობა და სამართლიანობა არ აინტერესებს, არამედ ეკონომიკური და კულტურულიც, ხო, ჩემთვის ეს არის პასუხი, რომ დემოკრატიზაციის ახალი მოდელი და გვაინტერესებს მოგცეს, ხო? სადაც ჩვენ დღეს ქართული ოცნება რატო არის, ნუ ირყევა ჩემი აზრით, მაგრამ მაინც ძლიერ რატო ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას, ხო? იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ კი გააკეთა ის, რაც გააკეთა, ძალაუფლების სრული მოხვეჭა, რესურსების სრული მოხვეჭა, ოლიგარქია, ოფშორების კანონი, რომელიც შეუზღუდავი ხო რესურსების გადაადგილებისა და შემოტანის და გატანის უფლებას აძლევს, კანონების შეცვალა და უფრო ავტორიტარული გახადა, ხო ამ ყველაფერს ვამბობთ, მაგრამ მეორე მხრივ სარგებლობს სწორედ იმ ტრამვებით და სისუსტეებით, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში ხო სარგებლობს სიღარიბით. ჩვენი მოსახლეობის მესამედის 20 ხმარებას ითხოვს, იქიდან 700,000 ითხოვს, დანარჩენი ელოდება და ხედავთ სიღარიბის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას, ხო? ის სარგებლობს ჩვენი ტრამვებით, ვინ ვართ ქართველები, ხო? აი რა იდეალებზე ვდგავართ და აქ ჩვენ ხედავთ, თქვათ, როგორ იყენებს ეთნორელიგიურ ნაციონალიზმს, პოლიტიკურ ჰომოფობიას, კონსერვატული სენტიმენტების მობილიზებისთვის, ხო, იმისთვის, რომ თქვას, რომ აი რაღაც თვითონ ეკლესიის დამცველი ან ოჯახის სიწმინდის ან კაცობის დამცველია და თქვათ, ამით აი ამ სენტიმენტს, რომ ჩვენ არ გვაქვს გადააზრებული ძალიან ბევრი საკითხი, ამას იყენებს ომის ტრამვებს, ხო და კონფლიქტის ტრამვებს, მათ შორის 90-იან წლების სამოქალაქო დაპირისპირების და პოლარიზაციის ტრამვებს და ხედავთ სწორედ წესრიგი როგორ შემოაქვს, როგორც რაღაც აი ამ ტრამვებსა და მოწყვლადობებზე პასუხი და ამავდროულად ხედავთ, რომ ოპოზიცია და არა მხოლოდ ოპოზიცია, სხვა ჯგუფებიც ვერ ვახერხებთ საზოგადოების დარწმუნებას, რომ უკეთესი საქართველოს შექმნა შეგვიძლია, იმიტომ რომ ალბათ ისევ ვლაპარაკობთ რაღაცა პოლიტიკური თავისუფლებების საკითხზე, მაგრამ ვერ უპასუხობთ მაგალითად ეკონომიკურ სამართლობებს, ვერ უპასუხობთ კულტურულ სამართლობებს, ვერ უპასუხობთ როგორი ერის მშენებლობა გვინდა და რაზე დგას ეს ერი, ხო? ვერ უპასუხობთ რა უნდა უყოთ ჩვენს ტრამვებს, მათ შორის აი ამ რაღაცა პოლიტიკურ რევანშებს, რომელიც ყველა ისტორიულ ფაზაში მეტწილად გქონდა და ვერ გადავიაზრეთ ვერც ერთი პოლიტიკური კრიზის მონაკვეთი ვერც 90-იან წლების და ვერც 2000-იან წლების. ამიტომაც მოკლედ იმის გვამინდა რომ ჩვენ იმდენად დაზიანებულია ჩვენი პოლიტიკური სხეული თელი ჩვენი სოციალური ქსოვილი, რომ ჩვენ ძალიან გვჭირდება სამართლიანობაზე მსჯელობა იმისთვის, რომ ეს კრიზისი დავძლიოთ და თუ ჩვენ მხოლოდ აი ამ პოლიტიკური ზედაპირით შემოვიფარგლებით, სადაც ისევ დავიჯერებთ, რომ მარტო ინსტიტუტების გაძლიერება გვჭირდება და პოლიტიკური პლურალიზმი გვჭირდება, მაგრამ თვისებრივი ცვლილებები არ გვჭირდება, როგორც ჩავიდეს დემოკრატია ქვემოთ ადამიანებში,
ძლიერი მოქალაქეები ოღონდ იმ გაგებით, რომ ის ეკონომიკურად ძლიერი იქნება, თანასწორ განათლებაზე, ჯანდაცვაზე და სხვა სერვისებზე წვდომა ექნება, ხო? და სადაც მთავარი იდეა გახდება, ეხლა თუნდაც საბა სისხლის სამართლის კოდექსზე ელაპარაკობდა და კატასტროფაა ეს ჩვენი სამართლის სისტემა, ხო? ანუ მთლიანად სტეიტისტური ლოგიკით არის დაწერილი, სადაც მაღალი სასჯელები, ყველაფერი კრიმინალიზებული ან სამართალდარღვევად ქცეული, საერთოდ მოქალაქე და ადამიანია, ჰაერი აღარ ჩანს ამ სამართლის სისტემებში. ხედავთ, ანუ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ლოგინოს დანაშაულს ვერ მოუძებნი, ვერ შეუკერა იმდენი მუხლი გახდა და იმდენი ქმედება ჩაიწერა იმაში, ამიტომ მაგით თქმა უნდოდა ეხლა კიდე იმას ხელისუფლებას. მივეხმარებით აქ. ხო, ამიტომაც უნდა ვენდოთ ადამიანს, მიხვდით? ანუ ჩვენთან ვთქვათ, ჯერ იყო და წესრიგის დაცვა შევარდნაძის დროს, მერე სააკაშვილის პერიოდში იყო, რომ რაღაცა ტიპის ახალ ატლანტიკურ ელიტას თვითონ მიაჩნდა რა იყოს სწორი და დანარჩენი მოსახლეობა მიაჩნდა რაღაც ჩამორჩენილად, პოსტსაბჭოთა ინდივიდად და სუბიექტად, რაღაცა ცოტა რელიგიურად, ცოტა ნაციონალისტურად, ამიტომ თვითონ იცოდნენ, ქვემოდან ზემოთ უნდა ჩატარებულიყო რეფორმები და ეს მოდერნიზაციის პროცესი და ამიტომ იქ ისევ ვიღაცები ამბობდნენ რა იყო პრიორიტეტი და ადამიანს არ ვენდობოდით, ხო? ქართული ოცნება მოვიდა და თითქოს იყო თემა, ხო, რომ მოქალაქეზე დაფუძნებული, ადამიანზე დაფუძნებული მიდგომა, მაგრამ სადღა ადამიანი მთლიანად არის გამქრალი ოლიგარქია კაპიტალმა და პოლიციამ, ხო, გააქრო ადამიანი და ამავდროულად მათ ადამიანის ახალი ის წაახალისეს, ხო, რომელიც აი მართლა პოსტსაბჭოთა მარკერებით როგორი უნდა იყოს კარგი ქართველი, ხო, აი რაღაც ეს შალვა პოპლაშვილია, ჩემთვის ამის ყველაზე კარგი სახეხატი, ხო? ამიტომაც ყველა გვასწავლის არ გვენდობა და ზემოდან გვასწავლიან როგორები უნდა ვიყოთ და ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვენდოთ ადამიანს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა სხვა წარმოდგენა გვექნება სამართლიანობაზე, მაგრამ უნდა არსებობდეს ღია სივრცეები, სამართლიანი პროცედურები, სადაც ჩვენ დავინახავთ, ვთქვათ, მემარცხენე წარმოდგენა იმარჯვებს სამართლიანობას და მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას ირჩევს, ვთქვათ, ლიბერალურს, კონსერვატიულს თუ კიდე რაღაცას, ხო? თუმცა მაინც მე ჩემთვაზე ავიღებ შეკამათებას, მაგრამ მოგიწოდებთ ყველას, თუ ამის სრული გექნებათ. არ პრობლემა მოვინიშნებ ყველას. ერთი ნიუანსი არის სამართლიანობის გაგებაზე, რა მესმის, ვთქვათ, აი პირველი მეორე შევარდნაძის სასახად წესრიგის ფილოსოფია იყო, რომ აი ოღონდ 90-იანები არა და ყველაფერი და მართლა შალვარამიშვილის კლიპი იდეალურად აღწერს ამ ჰობსიანურ დამოკიდებულებას წესრიგის მიმართ. სააკაშვილის პერიოდი მგონია, რომ ახალი წესრიგის დამკვიდრების მცდელობა არის, რომელიც რაღაცა ტიპის სამართლიანობას უკვე თავის თავში მოიაზრებდა, ხო? მაგალითად, რა ვიცი, გამოცდების რეფორმა ამ კოდით ჩატარდა, რომ სამართლიანია თუ ყველას ექნება წვდომა განათლებას. მე არ ვიღებ მთელ სისტემას, როგორც ყველა სფეროში, ანუ თქვა განათლების სისტემის ყველა რეფორმის შიგნით რაღაცა მოხდა იდეალური ამბები. უბრალოდ ვამბობ, რომ ძირითადი რეფორმა რაც იყო, მაგალითად, ხო, გამოცდების ეროვნული ცენტრის შექმნა, გულისხმობდა სამართლიან წვდომას განათლებაზე, ხო? ისევე როგორც თქვა უნივერსიტეტში კორუფციის დაძლევა, ის რომ პოლიციას უნდა ისევ ამბობ მთელი სისტემა შეიძლება ავიღოთ და ხარვეზები ვნახოთ და დიდი, მაგრამ კოდი იყო, რომ აი რაღაცა ხალხზე ორიენტირებული, ხო? ანუ ხალხი მაინც მონაწილეობდა უფრო მეტად ვიდრე შევარდნაძის პერიოდში. ანუ მე ესე ვუყურებ, რომ შევარდნაძის დროს უფრო გათიშული იყო მოქალაქე. დღეს ჩვენ მე არ მგონია უბრალოდ, რომ რაიმე ტიპის სამართლიან წესრიგზე ან მცდელობაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ მთავრობა ხალხს რამეს თხოვს. აი თქვა ჭკუას არ იგებს რა, უფრო მგონია, რომ აი ეს ხალხი მიუშვა თავის ნებაზე, ანუ მთავრობა არ ამბობს როგორი უნდა იყოს ქართველი მაგალითად, ხო? ანუ ამბობს, რომ აი რაც არის ეგ არის და უკვე კარგი არის, ხო? მთავრობა არ ამბობს, რომ უფრო მეტი შეგვიძლია ხა. როგორც ახსენე, რომ თქვათ ჩვენ გვაქვს უფლება, რომ რაღაცა მივიღოთ, ხო? კიდე რაღაცები და უკეთესები ვიღოთ, ანუ ამ შესაძლებლობა გვაქვს. მთავრობა ამაზე არ საუბრობს, ამბობს, რომ აი ეს რაც არის მაქსიმუმი და ნელ-ნელა ეს ცნობიერება დაჯდა რა, რომ მთავრობა ჩვენ არაფერს არ გთხოვს. გარდა იმისა, რომ თქვა ჩვენ ჩვენი საქმე პატარა ვაკეთოთ და ნუ თუ შემწეობასაც მივიღებთ, უკვე კარგი იქნება. ამიტომ ცოტა აღწერის დონეზე არ მგონია, რომ თქვა წინა პერიოდები და ეხა ეს პერიოდი ერთნაირად შეიძლება აღწეროთ იმ დამოკიდებულებით, რომ არა, რომ საერთოდ მთავრობა რამეს თხოვს მოსახლეობას, აი ამას. ერთადერთი რასაც უზრუნველყოფს, არაფერი არ უნდა თხოვოს. ჩვენ უნდა განსაზღვროთ რა გვინდა. ხო ხვდებით, არა, არაფერი სააკაშვილის რეჟიმის მიმართ უკმაყოფილებების შედეგიც ეგ იყო, რომ ზემოდან ქვემოთ მოდიოდა რაღაცა მორალური და სხვა განსაზღვრა, საერთოდ
სათანადო სუბიექტი, სათანადო მოქალაქე, სათანადო ადამიანი. ეს თავრობის საქმე არ არის. თავრობის საქმეა რაცა კონკრეტული პოლიტიკების გატარება, სამართლის აღსრულება და ასე შემდეგ, ხო? ქვემოთ ადამიანებმა უნდა გადაუწყვიტო დემოკრატიული პროცესებით და ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ სააკაშვილის პერიოდში ვინმე წყვეტდა, იმიტომ რომ მაშინ სწორედ ეს დისკურსი იყო, რომ ყველა ვინც შეიძლება ყოფილიყო კონფლიქტში, იდეოლოგიურ ან სხვა კონფლიქტში მასთან იყვნენ რუსეთის აგენტები. ანუ მაშინ რუსეთის სახელით, ხო, რუსეთთან დაპირისპირების სახელით და ამ გაგების წესრიგის სახელით დემოკრატიაზე ძალიან სერიოზული კომპრომისები ითქვა, ხო? ამიტომაც მაგის თქმა მინდოდა, რომ ჩვენ არასდროს არ ვენდეთ მოქალაქეებს როგორი ქვეყნის მშენებლობა გვინდოდა სხვადასხვა ლოგიკით. ეხლაც ქართული ოცნება რას აკეთებს? რაღაცა ტიპის კონკრეტული წარმოდგენა ქართველის და მოქალაქეობის ახალისებულია, რომელიც ძალიან გავს პოსტსაბჭოთა ზარმაც, ცოტა კორუმპირებულ, ხო, რაღაც ტრადიციონალისტურ ქართველს, ხო, რომელიც გაჭედილი ამ ჰიბრიდულ იდენტობაში, არც ევროპელი, არც აზიელია, ხო, რაღაც ტურის მიიღებს, გაუცინებს, რუსულადაც ილაპარაკებს, რაღაც ესეთი, ხო? ესეთი სახეხატს ქმნის და მოკლედ ხო საერთოდ და ებრძვის იმათ ვინც საუბრობენ რაღაცა პროგრესულ იდეებზე ხო ცვლილებებს და ასე შემდეგ და მაგრამ ამის მიუხედავად რომ ერთი შეხედვით ქართულ ოცნებას ეს იდეოლოგიური ნიღაბი არ აქვს ხო იმიტომ რომ ვერ აქვს კიცილობს ცოტა კონსერვატული იყო მაგრამ თლად ესე არ გამოსდის მეორე მხრივ ის უხეშ ავტორიტარულ ვერტიკალს ქმნის, რომელიც ყველას, ვინც მას ეწინააღმდეგება, პრაქტიკულად თავისუფლებას ართმევს. ამ ოცნებაზე მაინც თქვათ, რომ რამდენიმე წლის წინ, როდის გამოვიდნენ გამოვაგდეს ევროპელი სოციალისტებიდან რამდენიმე წლის წინ, ანუ ეს მაშინაც, ანუ ისიც ყალბი იყო და ესეც ყალბია, ჩემი აზრით, ვინაიდან რაღაც ნიშას ეძებდნენ თავისთვის და მანამდე ამბობდნენ, ჩვენ ვართ ევროპელი სოციალისტები, სოციალ-დემოკრატები, პრემიერი ყავდათ კვირიკაშვილი, რომელიც ამბობდა, მე მემარჯვენე ვარო, მაგრამ ეგ არაფერია, ამას იტანდნენ და როდესაც გამოვაგდეს იქიდან, მერე უცბად რადიკალურად შეცვალეს თავიანთი მიდგომა და დღეს გახდნენ ულტრაკონსერვატორები, რაც ასევე ყალბია, უბრალოდ სიტუაციურად ჭირდება ასე განსაკუთრებით ტრამპის კონტექსტში. ერთს დავამატებ, ლევან, თუ შეიძლება შენ დასვი ეს კითხვა, რა არის სამართლიანობა და ამაზე ჩვენს გვიკამათია და ალბათ მარადიული დილემა, რომელსაც ვერ ჩვენ გადავწყვეტ და ალბათ კაცობრიობა ვერ გადაწყვეტს ვინაიდან. მთავარი კითხვა ალბათ მაინც და ითქვა რომ თამთანხმა მემარცხენე ვარო და მე აქამდე მემარჯვენე მეგონა თავი, მაგრამ ქართულ ოცნებას რო უყურებ, მე მგონი რადიკალი მემარცხენე ანარქისტი ვხდები ამათ შემხედარე და ვარ ნაციონალიზაციის და ყველაფერი ეგეც მომხდ. მაგრამ სინამდვილეში კონტექსტი არის ყოველთვის განსაზღვრელი. ხო, პირველი რაც საბაც ამბობდა, ძალიან საინტერესო кейსია მართლა სალვადორის кейსი და ალბათ მანდაც კონტექსტია განსაზღვრელი, ვინაიდან ზუსტად არ მახსოვს ციფრი, მაგრამ რაღაც კატასტროფული მაჩვენებელი იყო მკვლელობების. სოფლიოში იყვნენ პირველ ადგილზე. და სალვადორის გარდა ასევე ეგეთი სიტუაციები სადაც არის, აი მაგალითად ომანში სანამ სულთანი ყაბუსი იქნებოდა რა, როცა მამისი გადააგდო და თვითონ მოვიდა და მე 70 წელი მართავდა რა, ან დომინიკის რესპუბლიკაში და ასე შემდეგ, ყველგან ანუ როცა აი ეს ავტორიტარი მოვიდა და ხალხი იყო რომ ოკეი, შენ იყავი, ყველგან მანამდე იყო კატასტროფული რაღაცა წარმოუდგენლად ცუდი სიტუაცია. ხო, ანუ ეგ უნდა გავითვალისწინოთ რა, საქართველოში ხო ეგ ვითარება იყო, როდესაც აი ხალხმა რაღაცა თვალსაზრისით თვალი დახუჭა ბევრ რაღაცაზე 90-იანებში, რომ ოღონდ მხედრიონი აღარ იყოს, ოღონდ ეს არ იყოს, ოღონდ ეს არ იყოს და რაღაცას მოვithმენთ. ხო, ეხლა უნდა იყოს სტაბილურობა. მე 99 წლის არჩევნების სლოგანი იყო სტაბილურობიდან კეთილდღეობისკენ, რა, თითქოს უკვე სტაბილურობას მივახციეთ. ამ პრობლემა ის არის, რომ ხშირად ჩვენ აი თუნდაც იმიტომ რომ იდეოლოგიების ტყვეობაში ვართ, კარგავთ კონტექსტის განცდას. და კონტექსტი არის მოქნილობა და სინამდვილეში ჩვენ მოქნილობით შეგვიძლია ამა თუ იმ კონტექსტში არსებულ პრობლემებს შესაბამისი გადაწყვეტები შევთავაზოთ და ვიფიქროთ კონტექსტიდან გამომდინარე და არა იდეოლოგიური წინასწარ განწყობებიდან გამომდინარე. ამიტომ მგონია რომ სამართლიანობა რაც არ უნდა იყოს, კი, გარკვეულწილად ეს არის ხო, სუბიექტური არის. ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ მას ვერ აღვასრულებთ, უბრალოდ შედეგი არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი. ანუ სამართლიანი შედეგი, ანუ თანასწორობა როგორც შედეგი ვერ იქნება, იმიტომ რომ აი თამთამას თქვა, ხო, ვიღაცას უნდა კაცო რომ დაждდეს, წამოწვეს ჩეროში და არაფერი აკეთოს. ვიღაცა შეიძლება ბევრი იშრომოს ადამიანმა მაინც ვერაფერს ვერ გახდეს, იმიტომ რომ უსამართლო სისტემაა. აი ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი, რომ ადამიანი რომელიც ისწავლის, იშრომებს, ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ შეეჩეხება სისტემას, რომელშიც რა ვიცი, პაპუაშვილს მაგალითად აქვს ალაზნის ველზე ერთხელად მიღებული 100,000 კვადრატული მეტრი მიწა, ხო? შენ ვერ იყიდი ამას.
ხო, ან მოვა მე ვიღაცა და რაღაც სხვა საქმე შეგიკერავენ. ხო, მაგრამ ეს არის უსამართლობა და ეხლა რასაც ამბობ, ხო და აი თამთასაც რომ იმაში ახსენებ მაგიტომაც, ხო, ეს არის უკვე ბაზისური წესრიგის შემდეგ რას ვეძახით სამართლიანობას რა, მაგალითად მემარცხენე მემარჯვენე ეგ არის, მაგრამ ორივე ამოდის იქიდან, რომ წესრიგი არსებობს უკვე, ხო, მაგალითად ეს წესრიგი ნიშნავს, რომ რაღაც დაცულობა, ბაზისური პენსია, ხელფასი, აი იქ მე ყובה სკოლაში იქნება თუ არა, არის აი ამ სამართლიანობის საკითხი რა ზოგადად. მაგიტო ხო არ ვაგებთ აი მათ შორის ალტერნატივის თვალსაზრისით, რომ ვერ თავაზობთ რომ ამბობთ, იმიტომ რომ დღევანდელი რეჟიმი, ისე როგორც თქვა პუტინის თუ ნებისმიერი სხვა, გეუბნება რომ ეხა სამართლიანობა ან როგორ უნდა იქნოს საზოგადოება მოწყობილი, მაგაზე ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ბაზისურ წესრიგს ექნება საფრთხე. ამიტომაც ვართ მაგ დილემის წინაშე, ანუ ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი დააყენეს არა იმ არჩევანის წინაშე და ნებისმიერ არჩევნებზე რო თითქოს რაღაცაზე ვსაუბრობთ, ხა წინა არჩევნები არ ყოფილა, რომ ჩვენ ხედავთ განათლებას ესე. წინა არჩევნები იყო, რომ ჩვენ თუ არ ვიქნებით, დაიწყება ომი. ხო და მშვიდობა გინდა და მაგას აკეთებენ და ამიტომაც არის ნებისმიერი ეს დისკურსი რა პოლიტიკური იქნება თუ სხვა, ან შენ უნდა ჩახვიდე მშვიდობის და სტაბილურობის და სამართლიანობის, რა ქვია, წესრიგის დონეზე და შენც რაღაც ალტერნატივი უნდა აკეთო, ანუ თქვა რომ მეც უზრუნველყოფ წესრიგს და მთლიანად მაგაზე დაიწყო საუბარი, როგორ უზრუნველყოფ წესრიგს და არა იმაზე, რომ როგორ ხედავ სამართლიანობას, იმიტომ რომ მისი ამომრჩეველი, ან შენ ვისაც უნდა ელაპარაკებოდი, ან ავტორიტარული სისტემის ამომრჩეველი, შენ როგორც კი უწყებ, რომ აი ხომ არ გონია, რომ ბავშვები რო უჭმელები არიან, სადღაც არის უსამართლო, ან ხომ არ ფიქრობ, რომ ჭიათურაში მაღაროველების მიმართ დამოკიდებული არის უსამართლო, ის გეუბნება, რომ კი, მაგრამ შეიძლება ხვალ ომი დაიწყოს რა, ანუ ჩაყევხარ წესრიგის დონეზე. ერთი სუპი მექნება, შევჭამ და მე ხო რაღაცას ვიზამ, ეხა მე მირჩევნია თბილისის ცეცხლი არ ენთოს, აი ამას პასუხობენ და ამიტომაც არის ჩვენი საუბარი ხშირ შემთხვევაში ფუჭი ან აცდენილი რა ზუსტად რა და სხვათა შორის ისიც არის რომ ჩვენ აი რაღაცნაირი გაერთიანებებით ვერ მოახერხეთ რა, მაგრამ ვერც რეგიონალური, ვერც თქვა სოციალური კლასების თვალსაზრისით, ანუ თითქოს რომ ერთი პრობლემა გვაქვს და ერთნაირად უნდა ვაგვაროთ, ან ყოველ შემთხვევაში გაერთიანებას რომ უფრო მეტი შედეგი ექნება, მანდაც ვიყოფით ხოლმე, იმიტომ რომ ეს ჯგუფები ვერ ხედავენ ისევ, ანუ რაღაცნაირად ლოკალურად უფრო ხედავენ საკუთარ უსამართლობას, ანუ თავის თავთან მიმართებაში, მაგრამ საერთო ბრძოლაში ვერ ხედავენ იმ დიდ ცვლილებას, რომელიც მათთვისაც და ჩვენთვისაც ერთნაირად მოიტანს რაღაცა სარგებელს რა. მაგის პრობლემა ჩემი აზრით გამოწვეულია იქიდან, რომ კიდევ ერთხელ ძალიან სწრაფად მივდივარ წინ, არ ვიცით სად მივდივართ, ჩვენც ვართ იმ რაღაცა სოფლიოს ნაწილი, რომელიც სრულად ახალ მოცემულობაში დგას და მე მგონია, რომ ამის ერთ-ერთი გამოხატულება არის ის, რომ მემარჯვენე და მემარცხენე ბრძოლა ჩვენც აღარ არსებობს. აი, მემარჯვენე მემარცხენეობაზე არ მინდავია 2019 წლის მერე, იმიტომ რომ აზრი აღარ აქვს რა, ანუ მგონია რომ თანამედროვე სამყაროში ეს ადამიანები აქ ვინც ხედავთ, აი თამთა ჩვენთვის არის ხო, ძალიან მემარცხენე აქეთ, მე თვითონ რაღაცა მგონია რაღაცა მემარჯვენე ცენტრის, ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ არა იმ კოორდინატების სისტემაზე, სადაც ვიღაცები აქეთ არა, ჩვენ ვართ ნალის თეორიის შუაში, სადაც ეს ცენტრისტი შედარებით რაღაცა ზომიერი ხალხი ხო, ადამიანები, ვისაც ჯერათ დემოკრატიის და ასე შემდეგ არიან რაღაცა ერთფარეს და ნალის აქეთა წვერზე და აქეთა წვერზე ვინც არიან, ანუ რადიკალი მემარჯვენეები და რადიკალი მემარცხენეებად, ვისაც მოვიხსენიებდით, ადამიანები, ვისაც არ სჯერათ დემოკრატიის და ფუნდამენტურად არიან ავტორიტარიზმის მომხრეები. მარჯვნიდან შეიძლება რა ვიცი, კურტისი არვინი იყოს, ეხლა მაგალითად ცნობილი კაცი გახდა, მარცხენ რა ვიცი, გერმანიის არჩევნები კაი მაგალითია, ხო, ლინკსი და ეს ლინკი, ხო, კი ბატონო, ანუ თანამედროვეში გულისხმობ უახლესი სამყარო იდგება არა მემარჯვენე მემარცხენე ბრძოლა შორის, რომ აი ბავშვებს უნდა ქონდეთ თუ არა უფასო სასკოლო ყובה, რაზეც შევთანხმდებით რა, არ იქნება ეგეთი არსებით რაღაცა მემარცხენეები იტყვიან რომ უნდა იყოს, მემარჯვენეები იტყვიან რომ ოკეი, მაშინ კორუფცია გადაანაწილე რა, ანუ ისე რომ ფული არ მოტეხოს ვიღაცა. ეგ არ არის. თანამედროვე ბრძოლა იქნება იმაზე, თამთამ რაც თქვა პრინციპში, რომ ვენდობი თუ არა ადამიანს, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება თვითონ, მან შეძლოს ქვემოდან ზემოთ რაღაცა პროცესების დაწყება. ამაზე არის თუ არა სამართლიანი, რომ ეს შეეძლოს, ან ეს რო არ შეეძლოს და ამაზე ქართულ ოცნებისა და სხვა ზოგადად ავტორიტარების პასუხი არის არა. იმათ არ იციან რა არის მათთვის უკეთესი და ამიტომ მე არ მგონია რომ ქართულ ოცნებას ხა ძალიან ადრე ნათქვამს ვეხმაურები, მაგრამ ქართული ოცნება არ არის ძალა, რომელსაც არ აქვს წარმოდგენილი კარგად როგორი უნდა რომ იყოს ქართველი.
ძალიან კარგად აქვს წარმოდგენილი ქართველი უნდა იყოს რაღაცა თავისი პატარა ბიზნესის ან რაღაცა მოსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებს პოლიტიკა, არ აინტერესებს არაფერი თავისი ეზოს მიღმა, ეზოში ვისაც შემო კი მიესალმება რაღაცა ასე შემდეგ უმასპინძლის ფულს გამოართმევს მაგაში, მაგრამ იმის იქით არაფერი არ აინტერესებს, მთავარია იყოს სტაბილურობა, ასე შემდეგ და მორჩა. ის იქნება ბედნიერი წარსულის გახსენებითაც და არ შეხედავს აწყოს და რაც მთავარია, არა მხოლოდ ეს არის, არამედ ამას როგორ აკეთებენ? უდიდესი brainwashing-ი არის დაწყებული ყველა პროპაგანდის საშუალებით, რაც არსებობს და თავიდან რატო ახსენე ეს ციფრული მედია და ასე შემდეგ წვდებიან იმაზე მეტ ადამიანს, ვიდრე ეს საერთოდ წარმოდგენადი გვეგონა. მხოლოდ ქართული ოცნების პოსტივის და იმედის კლიპებზე Facebook-ზე თვეში იხარჯება $120,000-ზე მეტი მარტო ბუსტის ფულისთვის, წარმოუდგენელ ფულზე არის საუბარი ეს რა და ამით ახერხებენ იმას, რომ თვითონ ანუ მოქალაქეებს ჯერთი არ გაუჩნდეთ საერთოდ რაღაც დამატებითი კითხვები და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც საუბარი შეეხება ესეთ ტერმინებს სამართლიანობას და ასე შემდეგ, თავისთავად ის, რასაც კითხულობენ, სისტემურად იყოს ის მონაცემები, ის ინფორმაცია, ის ფაქტებიც კი, ფაქტების გაყოლება ძალიან მარტივი რაღაცაა დღეს, რასაც თვითონ მიაწვდიან და შესაბამისად მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ ამით, რომ რაღაცა თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება, ანუ აქ შემოვდივართ უკვე თავისუფლების ასპექტში, რომ რამდენად თავისუფალი ხარ, როცა შენ იღებ რაღაც გადაწყვეტილებას, როცა ყველაფერი რაც შენ იცი იმ ადამიანის მოცემულია, იმ ძალის მოცემულია, რომელიც დაინტერესებულია შენ რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო. და ამის წინააღმდეგ ძალიან ძნელია რომ მოძებნო შენ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ იქნება რადიკალური, აი თქვენ რაც თქვით, რა ვიცი, აი ეკონომიკურ უთანასწორობაზე ვთქვა, სისტემური ეკონომიკური უთანასწორობა ველური დასავლეთი გვაქვს საქართველოში დღეს, არიან ადამიანები, რომლებიც არიან მილიარდერები, ჩაქცეულები მართლა ყველანაირად და მათ არ წხვენიათ ელემენტარულად რაღაცა პორშეები და ფერარი ციარული, როცა გვერდით ადამიანები პირდაპირ ამის სიტყვის გაგებით არიან სიღატაკეში, უკიდურეს სიღატაკეში, ხო? ამის წინააღმდეგ რა უნდა იყოს? არ ვიცი, უნდა იყოს ის, რომ შეჭამენ დიდრები, მართლა, ანუ ვერ ვხედავ სხვა გამოსავალს, კიდევ ერთხელ მემარჯვენე ვარ, მაგრამ ამას როგორ უნდა დაუპირისპირდე სხვანაირად ვერ ვიგებ, აი მართლა რაღაცა თანავე აი ამ პოლიტიკოსებისგანაც კი მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან რაღაცა მემარჯვენე სპექტრის წარმომადგენლები ძირითადად ძალიან ადეკვატური იქნებოდა ჩემთვის ის დაპირება, მაგალითად შეთავაზება, რომ ჩვენ თუ მოვალ ძალაუფლებაში ივანიშვილს ჩამოვართვებთ თლიანად ამ ქონებას და ვიღაცებს და თითოეულ მოქალაქეზე მოდის, რა ვიცი, რამდენიმე 1000 ლარი დაგირიგებთ სათითაოდ. აი მართლა. გავს რაღაცაზე გვიფიქრია, მე მქონდა ეგეთი ვერსია, რომ შევასრულოთ ივანიშვილის დაპირებები ივანიშვილის ფულით. ხო, ანუ მართლა ეგ არის, იმიტომ რომ სისტემურ უსამართლობაზე და იქ არის ეს ფული. სისტემურ უსამართლობაზე თუ საუბრობთ, რომ ადამიანები არიან პრივილეგირებულები, ადამიანებს არ ექცევათ ყურადღება და ასე შემდეგ, ამისი გადაწყვეტის რაღაცა გრძელვადიან გეგმას ვერ მიაღწევ, შენ თუ დემოკრატიის ელემენტარული პირობები არ გექნება და იმ მოცემულობაში, სადაც ავტორიტარიზმი ქვეყანაში გლიჯინით იმარჯვებს, ხო? იმარჯვებს არა იმის გამო, რომ ადამიანებს არ სურთ დემოკრატია, არამედ ერთ ნაწილს არ შეუძლია რაღაცა უდიდესი გადაწყვეტილებების მიღება და მეორე ნაწილს არ ძალუძს, მესამე ნაწილი დაინტერესებული არის და ასე შემდეგ და ამ დროს ხელისუფლებას აქვს უდიდესი რესურსი ყველა ფრონტზე, ხო, სხვანაირი გამოსავალი ამ სისტემური უთანასწორობებიდან ნაკლებად ჩანს და ეს სისტემური უთანასწორობები მგონია, რომ საქართველოში თუ არ იქნება სხვაგან აუცილებლად იჩენს თავს და ჩვენ უახლოეს წლებში გველოდება დაახლოებით ისეთი მოვლენები, როგორიც იყო წინა საუკუნის ამ დროს დაახლოებით, ან 1840-იან წლებში, 40-იან, 50-იან წლებში და ასე შემდეგ. სამყარო ემზადება დიდი გადაადგილებებისთვის და უბრალოდ ერთად ვნახავთ საქართველოს სად იქნება ამ დროს. მოვახერხებთ იმას თუ არა, რომ უარი ვთქვათ ავტორიტარიზმზე და დავრჩეთ დემოკრატიული სამყაროს გვერდით. ავტორიტარიზმში შეიქმნება თუმცა გარკვეული წესრიგი, რომელსაც დაერქმევა სამართლიანობა, მაგრამ ის ჩვენი აღქმით სამართლიანობისგან სრულიად დაცლილი იქნება.
ეხლა რაც მოყევით ძალიან ანუ სიტუაციურად ან მარქსმა რა სამყაროც აღწერა, ეგრე აღწერე, ხო? ეგრე გამოვიდა რა, ანუ არის რაღაცა ჯგუფი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი მარქსიდან ნოზაკი ამ შემთხვევაში ერთ მხარეს იქნებოდნენ, სხვა რაც არ უნდა სასაცილო იყოს რა, იმიტომ რომ ორივე საუბრობდა ამ შემთხვევაში ანუ ერთი ემხრობოდა რაღაც აბსოლუტურ თანასწორობას, რაღაცა მსგავს, ხო? და მეორე ემხრობოდა საკუთრების უფლებას როგორც პრიმატულს, რომელსაც ყველა ვარიანტში უნდა დაისვას. საქართველოში ორივე დარღვეული არც თანაბრად არის, არავინ და არც არავის კერძო საკუთრება არ არის დაცული. ბაჩიაშვილის მაგალითზე ძალიან მარტივად შეიძლება. მაგრამ მაშინ რაც გამოდის არის ის, რომ მიუხედავად ამისა, ხალხი ვერ აფიქსირებს ამას. ანუ მაშინ პასუხი ეგ უნდა იყოს რა, იმიტომ რომ თუ სოციალური თანასწორობა არის ის, რაც ბაზა არის, ხო, ამ პროტესტის რაც უნდა იყოს, ეს დარიგით ყველაზე ნაკლებად მან ვხედავთ ხოლმე პროტესტს რა. იმიტომ რომ როგორც სიტყვაზე მარქსი რო წერდა, რომ ეს რევოლუცია როდესაც მოხდება, მაგრამ ეხა ჯერ არა რაღაცები სიტუაცია უნდა ჩამოყალიბდეს, ხო, რევოლუციური სიტუაცია უნდა შეიქმნას. ანუ ჩვენც ეხა ვხედავთ, ეხა მაგალითად ეხა რო საუბრობთ, რომ არის უკიდურეს გაჭირვება, ხო? ხშირ შემთხვევაში მაგალითად ერთ-ერთი მაგალითია გუშინ მერის გუშინ წინ კანდიდატობის რაღაც ოფისთან იყო ქალბატონი, რომელიც სულ დადის მმართველი რეჟიმის შეხვედრებზე და იცავს კბილებით ამ რეჟიმს. მე არ ვიცი დეტალები, ისე ავხსნე რომ თითქოს ეს არის ვერსია, რომ გავრცელდა შემდეგ ვიდეო, როგორ მოწყალებას როგორ ითხოვს ქუჩაში ეს ქალბატონი და ანუ ჩვენ ვაცნობიერებთ ამ უთანასწორობის კატასტროფულობას, ჩვენ ვაცნობიერებთ ამ სოციალურ უბსკრულს, ხო, მდიდრებსა და ღარიბებს შორის და ის ადამიანი, ვინც ყველაზე დაჩაგრული არის, იმიტომ რომ მოწყალებას ითხოვს, ის თვითავად გამოდის დამცველი და ამ სიტუაციაში ცოტა ლენინი რო გლეხებზე ბრაზდებოდა რევოლუციის დროს, ეგეთი ისა მაქვს ხოლმე ემოციები, რომ ანუ ჩვენ ქუჩაში რო დგევართ, ჩვენ რო სამართლიანობას ვითხოვთ, თქვენთვისაც არის ეს სამართლიანობა და უცებ რეჟიმს იცავ, ხო და იქნება ეს ცნობიერების ანუ იქნებ მეტი მარქსიზმი უნდა გავავრცელოთ იმისთვის, რომ უბრალოდ თვალი კონდეს ადამიანს უსამართლობის დასაფიქსირებლად ზოგადად და სამართლიანობის რაღაცა გაგებაზე შესათანხმებლად რა, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ჩვენ ვერ თანხმდებით, რომ ეხა შენ ახსენე რომელიღაცა პოლიტიკოსის ტყე და მოსახლეობის რაღაც ნაწილი ამას უსამართლოდ ვერ აღიქოს. მაგაში ვერ გეთანხმდებით, თუ მოქმედებაზე ვერ გადადიან. ეგ უნდა მეთქვა, მე მგონია რომ გეთანხმდებით, უბრალოდ რაღაც სპილოა ოთახში რომელსაც არ ვიმჩნევ, თან უბრალოდ არ მოიტანა ჯერ სიტყვა, ეს არის რუსეთი, ხო? ერთხელ ახსენა თამთამ, ბოლომდე ვერ გავიზიარებ იმ კონტექსტში, იმიტომ რომ საქართველოში რუსეთი მუდამ არის. და მუდამ ერევა რუსეთი და ჩვენ აი რატომღაც არ ვიჯერებთ, რომ რუსეთი მუდამ ერევა ყველაფერში, სადაც შეუძლია ჩაერიოს და ცხადია ნეგატიურად, ხო? 90-იანი წლებიდან დაწყებული გამსახურდია რო არის ჩასული იმაში, რა ქვია, ბუნკერს ეძახდნენ მაშინ, ცნობილი სიტყვით გამოსვლა, სადაც იძახს რომ მე კი გადავდგებია, მაგრამ მე თუ გადავდგებია, მოხდება ეს და მართლა ეგ მოხდა ყველაფერი, ხო? და რაც შემდეგ მოხდა სააკაშვილის დასახელებულებიდანაც რუსეთს აგენი მართლა იყო იქ. დიდი აი ერთი ეპიზოდი მახსოვს ის 2012 წლის პოლიტიკური ამნისტია რო იყო, როდესაც აი შკრილნიკოვები გამოვიდნენ ციხიდან, ხო? აი ამ ამნისტიის ფარგლებში ერთ-ერთი ადამიანი, მან არ ვიტყვი სახელს და გვარს, გამოვიდა, ჟურნალისტები კალად შეეგებნენ, დიდი ბედნიერება, საყოველთაო ეიფორია, რატო ვიჯექით, აი რუსეთის აგენტობაზე ვიჯექი და უცბად ატყდა სიცილ ხალხარი რა და სულ მინდა ხოლმე რომ აი მაგ დროს აი სტუდენტებს ვაჩვენო ეგ მომენტი დავა სტოპ კადრო და უთხრა კაი ნუ აი ეს ტიპი ნაღდათ არ გავს რუსეთის აგენტს. როგორ გამოვიყურება რუსეთის აგენტი? აი მოდარ მე ამიწერე რა კინოფილმ გიორგი სააკაძიდან შადიმან ბარათაშვილისავით უნდა კონდეს მოჭუტული თვალი, რაღაც მიხატული ისა რა ქვია ხალი, აწეული წარბი და რაღაცნაირი მუსიკა უნდა ჟღერდეს ფონად რომ მიხდო რომ ეს ალბათ რუსეთის აგენტია. არა ბატონო, ანუ რუსეთს აქვს 3 ორგანო, გერეუ, FSB და SVR 3 სადაზვერვო უწყება სპეციალური საიდუმლო სამსახური, რომელთაც მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით და მოდი აი თეორიულად თქვა თითოეულ მათგანში, რა ვიცი, აბა 50 კაცი ალბათ არის, რომელიც ყოველ დღე სამსახურში მიდის და მის job description-ში სამსახურის აღწერაში არის საქართველოში სიტუაციის არევა. ვიღაცის გადმობირება, ვიღაცის ინდოქტრინაცია, ნეიტრალური საქართველოს შექმნა, რომელიც დაგაჯერებს, რომ ნატო ცუდია, ევროკავშირი ცუდია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ რუსეთი სულ არის. რუსეთი ასევე ვლინდება
პროპაგანდაში და ძალიან სწორი რაღაც თქვა საბამ, პროპაგანდა არ არის უბრალოდ მავნე რაღაც. პროპაგანდა არის ჩათვლილი ადამიანების პროგრამირება. კი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვენდოთ ადამიანს, ჩემთვის ამოსავალი წერტილია, რომ იყოს ძლიერი მოქალაქე, რომელსაც ექნება იმის ეკონომიკური შესაძლებლობა და ამბიცია, რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღოს და მონაწილეობა მიიღოს სისტემის შექმნაში, ხო? მაგრამ იმ სიტუაციაში, როდესაც პროგრამირება ხდება კონკრეტულად ბევრი ადამიანის, ხო? კონტექსტი უკვე გვეუბნება, რომ რაღაც არაკონვენციური მეთოდებით უნდა ებრძოლო ამას, იმიტომ რომ კი ბატონო, ამერიკაში შეიძლება ეს იყოს შესაძლებელი 250 წლის წინ და ყველაზე წარმატებული სხვადასხვა დემოკრატიები იქ არის, სადაც ქვემოდან ზემოთ წამოვიდა, ხო, ანგლო-საქსონურ ქვეყნებში, სადაც ადამიანებმა იბრძოლეს, მიიღეს რაღაც უფლებები და ამ უფლებებს მერე იცავდნენ. ეს უფლება იყო რაღაც გადასახადს ვიხდი, რაღაცა მეკუთვნის, ხო? მინდა და მექნება იარაღი და ვერავინ ვერ ჩამომართვებს და ასე შემდეგ, ხო? ამერიკის კონსტიტუცია სხვადასხვა აი სასაცილოა, ხო, ბევრად უფრო პატარა ვიდრე საქართველოს კონსტიტუცია. და გაძლო ამდენი წელი. ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი მართულების რო გავაკრიტიკოთ ამ მართულებით და სხვადასხვა აი კოცნებაზე საერთოდ არ ვლაპარაკობ, მაგრამ წინა ხელისუფლების დროსაც ხო შეუძლებელია, არ არის დაუშვებელია, რომ შენ კონსტიტუცია შეცვალო მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ციფრი 5-ის ნაცვლად ჩაწერო ციფრი 7. ან ციფრი 25-ის ნაცვლად ჩაწერო ციფრი 21. ხო, ანუ ეს არ არის სწორი. ეს არ უწყობს ხელს მოქალაქეობრივი შეგნების ჩამოყალიბებას და თუნდაც იგივე კონსტიტუციური კულტურის ჩამოყალიბებას, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, ხა ისევ რუსეთის თემას რო დაუბრუნდეთ, ეს რუსეთის თემა ჩვენთვის ყოველთვის არის ისაც ამრუდებს, აი ყველაფერს, ხო, ჩვენ საუბრობთ რაღაც ავტორიტარულ სისტემაზე, კი ავტორიტარული სისტემა სხვაგანაც არის. ხო, პროვოკაციურ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ შეიძლება ავტორიტარული სისტემა იყოს, რა ვიცი, ალიევი მაგალითად ავტორიტარია, მაგრამ არის აზერბაიჯანელი მმართველი. ძალიან ცუდ რაღაცებს აკეთებს, ხო? ბევრი მმართველები, მაგრამ მერერა. არა, მერერაზე არ ვიძახი. ბრძოლის სახელით ავტორიტარიზმი გვინდა? არა, მაგას არ ვიძახი. მე ვიძახი, რომ ორი მაგათ ცუდია ეს რეჟიმი, ვინაიდან ერთი რო ავტორიტარულია და მეორე იმიტომ რუსულია. ანუ ხო შეიძლება იყოს დაუშვათ, რომ აი ყავს ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც დაიბრუნა აფხაზეთი. ანუ დაიბრუნა აფხაზეთი, ხო? ძალიან ცუდია, რომ აი ავტორიტარი ვიღაც ციხეში ყავს ხალხი, მაგრამ აფხაზეთი დაიბრუნა, რაღაც გააკეთა, ხო? ესენი ორმაგად ცუდები არიან. მე რას უფრო დავამძიმებ, იმიტომ რომ სინამდვილეში ჩვენი რეჟიმის შემოთავაზება არის, რომ კი ავტორიტარულები ვართ, მაგრამ ქართულები ვართ. ანუ ხო და არც არიან, ანუ ეგეც ყოველი ამაზე არიან, არ არის, ვამბობ ნარატივის მიხედვით, ის ზუსტად მაგას აკეთებს. ის გეუბნება, რომ აგერ ალიევი, აგერ ერდოღანი მაგარი კაცია და ჩვენთან ბიძინა არის მაგარი კაცი. ანუ ჩვენ ეგეთები ვართ, არავის რაღაც ორფეხზე ვდგევართ, სუვერენულები ვართ, არ პროპაგანდა ეგეთია, თქმა რეალობასთან ეს არ არის შეხებაში და ჩვენ რაც დავაშავეთ არის ის, რომ ჩვენები თქვით ჭყალებში ჩოხაზე უარი. ანუ ჩვენ ჩოხა გადავეცით, ჩოხაში გულისხმობ ყველაფერს რაც მოიაზრება ქართულ ტრადიციულ მათ შორის წარმოსახვითად ქართულ ტრადიციულ ღირებებში დავუთმეთ იმათ, ხო და ჩვენ თქვით რომ აი რაღაც ძალიან ვიწრო ლიბერალური ნიშა არის, რაც არის ჩვენი პროგრესული გზა. კი ბატონო, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ იმ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელამდე ცხმა არ მიდის, ხო? ძალიან ეგ მე მგონი ტრიალდება ოღონდ, იმიტომ რომ აი თამთაც მაგალითად რაზეც გამოკითხვაზე დაიბარეს ამას წინ არის ძალიან ეშინიათ აი კობახიძის განცხადებაშიც იყო იქ კიდევ სხვებისაც რა, რომ ამ პროტესტის ამბებშიც აქციებზე და ასე შემდეგ დაბრუნდა საქართველოს დროშა როგორც თავარი სიმბოლიკა. საქართველოს დროშები აქვთ ადამიანებს და საქართველოს დროშის ტარება ეამაყებათ. და ეგ არის სწორი, იმიტომ რომ ეს პრობლემა უდგათ დასავლეთში, ამერიკაში განსაკუთრებით ბრიტანეთშიც, იქაურ ინტელექტუალებს და ლიბერალებს და ასე შემდეგ რა, რომ აი იქ დროშას, ეროვნულ დროშას ნაკლებად იჭერენ. ჩვენ პირიქით ჩვენ ვართ, ვინც ამ დროშას ვატარებთ, ჩვენ ვართ, ვინც რაღაცა ვიქცევთ იმას, რომ ჩვენ ვართ მებრძოლი ხალხი, გვეამაყება და ასე შემდეგ რა. ერთ რაღაცას ვიტყვი, რაც თქვენ ახსენეთ, რომ იცვლება, ანუ კიდევ მოგვიწევს მე მგონი და არა მარტო ჩვენ ამერიკის კონსტიტუციასაც მოუწევს ცვლილება, იმიტომ რომ აი ეს რუსეთი რაც აკეთებს, მაგრამ ჩვენთან ხო არ აკეთებს ეს Cambridge Analytica სკანდალიდან ვიცით, რომ ამერიკის არჩევნებში და სხვა ქვეყნების არჩევნებშიც ის ძალიან სერიოზულად ერთვებოდა ჯერ კიდევ 9 წლის წინ და ეხლა საერთოდ სხვა მასშტაბები იქნება. ანუ როგორ შეიძლება მიიღოს ადამიანმა დამოუკიდებელი თავისუფალი გადაწყვეტილება, როდესაც სხვა ქვეყანა გიტარებს სპეცოპერაციას რეალურად სოციალური ქსელების და რაღაცა ესეთი პროპაგანდის გამოყენებით, ხო? მე მგონია, რომ ერთ-ერთი პირველი რაც მოხდება, ნახოთ 10 წელს მერე ესე იქნება თუ არა, ეს იქნება გამოხატვის თავისუფლების და სხვა თავისუფლებების
ფარგლების შეზღუდვა. როგორც ავტორიტარულ ქვეყნებსაც ისედაც ეგრეა. ისე დემოკრატიულ ქვეყნებშიც და ავტორიტარულ ქვეყნებში ეს იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენ დაგვიბარონ ხოლმე რაღაცა სისულელეებზე, გამოკითხვებზე სასიარულო და ასე შემდეგ, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყნებში ეს იქნება გამოყენებული არც მებრძოლი დემოკრატიის შესაქმნელად, იმიტომ რომ აი ახლა რამხელა თავისუფლებას არის მიცემული იდეაში, რაც ხდება სოციალურ ქსელებში, Facebook-ში ჩვენთან აშენე, პირდაპირ რუსული სპეცოპერაციებია მართლა რა, შეუძლებელი იქნება ასე გაგრძელება. მოკლედ ნახოთ რა ვიცი თუ ასე იქნება. აი ეს სოციალურ ქსელებზე ძალიან ბევრი საუბრეთ. ხო და ცოტა რო გავათეორიტიზოთ, თქვა იგივე ფუკო რო გავიხსენოთ ხო, რომელიც სწორედ იმაზე საუბრობს, რომ თანამედროვე ძალაუფლება კონკრეტული ადგილები აღარ აქვს, ხო, რაღაცა პარლამენტი, პოლიცია, ან თუნდაც საწარმო კომპანია, ხო, არამედ ის საუბრობს იმაზე, რომ კაპილარულია, ხო, რომ ის დაქსელილია და სხვა დისკურსული პრაქტიკებით აღწევს ჩვენამდე, ისე რომ ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ, ხო? და შესაბამისად ფუკოსთვის ასეთი ტიპის ამ დაქსაქსულ ძალაუფლებასთან ბრძოლა ბრძოლის უძამშნელია მიკროდონეზე ბრძოლები ხო არა მხოლოდ რაღაც ეს დიდ სისტემებთან რაღაც ეკონომიკურ ჩაგროსთან თქვა ძალაუფლების უზურპება არამედ რაღაც ყოველდღიურობაში ამ ძალაუფლების გამოჭერა და სწორედ ამიტომ განათლების კულტურის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინც ადამიანებს უნდა დაანახოს, როგორ შეიძლება გამოიჭირო ის ძალაუფლება, რომელიც შენამდე მოვიდა. ხო, ეს თქვა თუნდაც რეკლამები, რომელიც აი მთლიანად სამომხმარებლო იმას ქმნის. ეხლა უკვე მაგაზე სალაპარაკოდ როც აღარ არის. ხო, ეხლა მთავარი არის მართლა როგორ პოლიტიკურ სუბიექტს და ადამიანს ქმნის აი სოციალური ქსელები, რომელშიც ვართ. ამიტომ ამ ჰეგემონიას მხოლოდ კონტრჰეგემონიით შეიძლება დაუპირისპირდე და ამისთვის ხო რაღაცა უნდა შექმნა უფრო სამართლიანი გარემოს შესახებ წარმოდგენა ის უნდა გახდეს მოდური ხო ის უნდა გახდეს რაღაცა ცხოვრების წესი სადაც ადამიანები ყოველდღიურობაში ხო ამ ხაზს გაატარებენ რომელსაც მე ქვემოდან ამ ცვლილებების იმედი უნდა კონდეს და სამწუხაროდ ახლა ჩვენთან მგონია რომ კულტურული ინტელექტუალური ელიტები ცდილობენ რომ იყვნენ ჩართულები ხო რაღაც წინააღმდეგობაში უთანხმოებაში, მაგრამ მაინც უჭერთ რაღაც ახალი შემოგვთავაზონ, ხო, რაღაცნაირად მაინც ესეა. და მოკლედ აი ამ ჰეგემონიას ჭირდება კონტრჰეგემონია. კონტრჰეგემონიას ჭირდება ინტელექტუალები, კულტურის მუშაკები და სხვები. დღეს უკვე ძალიან მრავალფეროვანია ხო ეს კულტურაში ვინ მოიაზრება, რომლებიც რაღაც ახალი გაგებებს, ახალ იდეებს და ახალ სუბიექტობას შემოგვთავაზებს, რომელიც უფრო პროგრესულია და თუ ჩვენც დავიჯერეთ მოკლედ იმის თქმა მინდა რომ რაღაცა ტიპის ავტორიტარული ლოგიკა თუნდაც დემოკრატიის დასაცავად ჯობია თუ ჩვენ დავიჯერეთ რომ ხო რაღაც ეს ჩვენი საზღვრები სხვანაირად უნდა დავიცვათ ან თუ ხელი ჩავიქნიეთ და არ ვენდეთ ისევ ადამიანს რომ ეხა ამათი გამოსწორება აღარ იქნება ძველი თაობის ან რაღაცა კონკრეტული სეგმენტების ცვლილება ვერ მოხდება ამიტომ მე მაინც ვრჩები იმად ვისაც სწორედ ადამიანისა და ქვემოდან მომდინარე ცვლილებების ჯერა უბრალოდ იცით როგორი რაღაცაა ჩვენი პატარა ლოკალური კრიზისი გვაქვს თუ პატარა არ არის მაგრამ ვეთანხმები საბასაც რომ ანუ მართლა გლობალური კრიზისი ან სამყარო როგორი იქნება რამდენიმე წელში არავინ არ იცის და ამ კრიზისს ძალიან სერიოზული გაცნობიერება სჭირდება და ჩვენ ძალიან ხშირად მათ შორის ქართველი ინტელექტუალები აი ამ ძველ თეორიულ ჩარჩოებს იყენებენ. აი მგონია რომ 2000-იან წლების ჩარჩოებით ხედავენ ამ კრიზისის მიზეზებსაც და მომავალსაც და მგონია რომ ცოტა ეს აპარატები და ცოტა გადავახვიოთ ან წინ ან უკან არ ვიცი. ხო მინიმუმ შესაძლებელია და სხვანაირად არის ჩვენი რეალობა დასანახი და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ხო რაღაცა ის ორ ამ კონტრჰეგემონიის ხო რაღაც ახალი ალტერნატივების შექმნას რა რომელიც მიმზიდველი იქნება საინტერესო იქნება ჩვენ გულს გამოეხმაურება ჩვენს ყოფას გამოეხმაურება თქვა ამაში იგივე მწერლების როლი ძალიან მნიშვნელოვანია ხო რომლებიც აი ამ ადამიანური თეორიების მოყოლით რაღაც ეს სოლიდარობა და ადამიანობა და ჰუმანიზმი უნდა გააღვიოს იმიტომ რომ რასაკეთებს ყველა ავტორიკრატია ხო სოლიდარობის კავშირებს ხლერს ატომიზებას გვიკეთებს და ერთმანეთის მიმართ გრძნობებს გვიჩლუნგებს და ამიტომაც პირიქით პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს გრძნობები, ადამიანები, ხო, რწმენა იდეალების მიმართ, რითაც მხოლოდ მოვახერხებთ, რომ გავკლავდეთ აი ამ ჩაგვრისა და ავტოკრატიის ლოგიკას, რომელიც ყველგან ბატონობს, ხო? პრაქტიკულად ყველგან ბატონობს და
ერთ ოპტიმისტურ რაღაცასაც ვიტყვი, პრინციპში ძალიან აი ეს თუნდაც სოციალური ქსელები შეიძლება სწორედ ამისთვის გამოვიყენოთ. არა უარი თქვა, თუმცა მხოლოდ სოციალურ ქსელებზე წინააღმდეგობის ჩამოკიდება სწორი არ მგონია, იმიტომ რომ მგონია რომ რეალურ სივრცეებში ცნობილობა რეკოთ ერთმანეთს და ვიგრძნოთ ერთმანეთი და ცოდნა გავცვალოთ ხო, მაგრამ ყველა ეს აპარატი, რომელიც აქვს ავტორიტარიზმს, შეიძლება გამოიყენო პირიქით, ხო? აი რაც მგონია არის რომ აი ხა მართლა უდიდესი კრიზისი ხო გვაქვს გლობალური და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არ მგონია არსობრივი კრიზისი, ეს მგონია ფორმის კრიზისი და აი რას გულისხმობ რა? მგონია რომ რაღაც ძირითადი წესები, რომელთაც ადამიანებმა უნდა ვიცხოვრონ, სახელმწიფოებმა უნდა იცხოვრონ და ასე შემდეგ, არსებითად ნაპოვნია რა. არ არის სრულყოფილი, მაგრამ ყველაზე კარგი რაღაცა წესები არის ნაპოვნი, რომელსაც შეთანხმება ჭირდება, მაგრამ ეხლა ჩვენ აი ისტორიას რო შევხედოთ როგორც აი ძალიან დიდ სურათში რა, ვართ ისევ იმ გუტენბერგის საწყის წლებში და მაშინ როცა მოიგონეს ეს პრესა ხო, მანქანების წიგნების საბეჭდი, გამოიყენეს ავტორიტარებმა თავიდან. ძალიან დიდი ხნის არა, მაგრამ საკმაო ხნის განმავლობაში ისინი იყენებენ თავიანთი მოსაზრებების და იდეოლოგიების და ასე შემდეგ გასავრცელებლად. და ჩვენ რა კრიზისი ახლა გვაქვს არის ფორმის კრიზისი. როგორ ავითვისოთ ეს სოციალური ქსელები თუ რაღაც AI და ახალი რეალობა და ასე შემდეგ, რომ მე ზუსტად ეგ იარაღი გამოვიყენოთ იმას წინააღმდეგ, ვისაც არ სჯერა, რომ ადამიანები შეიძლება თანასწორები იყვნენ, სამართლიანები ერთმანეთის მიმართ და ასე შემდეგ. მგონია რომ ეგ დადგება, უბრალოდ ეს ფორმა უნდა მოიძებნოს და უფრო ნაკლები დრო დაჭირდება, ვიდრე ეგ დაჭირდა ბევრი საუკუნის წინ. ამიტომ მგონია რომ რაღაცა წესები სწორი გვაქვს ნაპოვნი რაღაცნაირად, მაგრამ ეხლა მაგას როგორ მივაწვდით ხალხს? აი ძალიან მნიშვნელოვანი წეგან უბრალოდ აი თამთო რო საუბრობდა, ეგ გამეფიქრა რა, რომ ძალიან ბევრი ინტელექტუალური სიტყვა ვახსენეთ ამ საუბარში და მეორე მხარეს ყავს ტიპი, რომელიც გეუბნება გარეჯი საქართველოა. აი ძალიან მოკლე, გასაგები, არანაირი არ კონტრჰეგემონია და რაღაც აი არ ესმის ვიღაცას ხო პირობითად და გარეჯი საქართველოა ესმის. უკვე წაგებული ვართ. იმიტომ რომ გარეჯი საქართველო არ არის, იმიტომ რომ ველაპარაკებით ხანდახან ისეთი ენით, რომელიც შეიძლება აი ზუსტად იმ ადამიანებისთვის, რომელმაც ქვემოდან უნდა შექმნან ეს მოთხოვნა და ქვემოდან უნდა დაძრან ეს ცვლილება, შეიძლება არ იყოს იმდენად გასაგები. მე ყოველთვის გონია სინამდვილეში ხა უცნაური არის ხოლმე, იმიტომ რომ მეც ყოველთვის ხარს უჭერ ცვლილებას ქვემოდან ზემოთ. ანუ არ არსებობს ცვლილება, რომელიც ზემოდან ქვემოთ გატარდა და ის შენარჩუნდა, იმიტომ რომ ორგანული უნდა იყოს, ხო, მხოლოდ ქვემოდან ზემოთ წამოსული ცვლილება არის ორგანული. ზუსტად ამიტომ არის საჭირო, რომ ჩვენ გავაძლიეროთ მოქალაქეები და გავაძლიეროთ მოქალაქეებში იგულისხმება ზუსტად ის, რომ მათ ჰქონდეთ პირველი ეკონომიკური სიძლიერეც და ამბიციაც, იმიტომ რომ აი ეს ტვინის რეცხვის ნაწილი, რომელიც ყველა მოახსენეთ ამასობაში, მათ შორის ის არის, რომ დაიკიდე რა, რომ აი პოლიტიკა სხვა მიხედავს და შენ რაღაცას, ანუ აი იმის ამბიცია არ უნდა ჰქონდეს. ეს არის აპრიორი რაღაც რუსული ნარატივი. აი რუსეთის როლი და კი არა ადგილიც უნდა ვიპოვოთ აი ამ დისკუსიაში, ვინაიდან ჩათვალეთ, რომ ჩვენ რასაც არ უნდა გეგმავდეთ და ვაკეთებდეთ, იქ ყოველთვის არის ტიპი, რომელსაც ყველანაირი ბერკეტი გააჩნია და მუდმივი ამბიცია გააჩნია, რომ ჩვენი ნებისმიერი კეთილშობილური ზრახვები ჩაშალოს და ის არ გამოვიდეს, რაც გვინდა რომ გამოვიდეს. ამიტომ აი ეს პრაგმატული განზომილება უნდა შევმატოთ ჩვენს იმას, რა ქვია, ჩვენს გეგმებს, ვინაიდან აი ვიმეორებ, ხშირად ქონია და ძალიან საინტერესო არის, ხო, ეს მემარჯვენე მემარცხენე დისკუსიების ახალი სუა. საბოლოო ჯამში მიდიხარ ერთ მარტივ კითხვამდე, როგორ? აი ეს როგორ არის ხოლმე ის სხვაობა, რომელიც მე ძალიან ბევრ უთანხმოებას იწვევს, იმიტომ რომ ის რაც თამთამ თქვა, რომ გვინდა რომ ესეთი მოქალაქე იყოს, ასეთ საზოგადოება იყოს, პოლიტიკაში გზნობები დაბრუნდეს და ასე შემდეგ, ძალიან კარგია, მაგრამ მეორე მხარეს ყავს ტიპები, რომლებიც შეგნებულად თქოს ამაზე უარი და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს არასდროს არ მოხდეს. მარტო კი არ იყენებენ ადამიანების გასაჭირს და სიდუხჭირს, არამედ ყველაფერს აკეთებენ, რომ ისეთება დარჩენ ეს ადამიანები, რომ მათ არ გაუჩნდეთ მოთხოვნილება იმისა, რომ თვითონ ანუ ის ადამიანი კი არ ითხოვს, რომ მე მომეც საშუალება, რომ მე გამომიმუშაო ჩემი ფული. არა, ეუბნება, რომ შენ არჩევნებზე 50 ლარი კი არა, 300 ლარი მომეც, პირობითად ვიძახი, ხო? ანუ მოთხოვნასაც კი ვერ აყალიბებს ზოგიერთი მოქალაქე სწორად. ანუ მოთხოვნა ის არის, რომ მეტი მომეცი და არა ის, რომ მომეცი საშუალება, რომ მე თვითონ მეტი ვიშოვო. ხო, ანუ აი ამიტომ ეს რაზეც ჩვენ საუბრობთ, საბამაც ახსენა, ხო? საინტერესო არის ხოლმე თავშესაქცევია, მაგრამ ხშირად რელევანტურობას კარგავს, ვინაიდან რაღაც ბოროტი
მარტი აქტორი ყავს გარედან, რომელიც აი ამ ჩვენ ლეგოებს ანგრევს თანმიმდევრულად და უკვე ჩემ ცხოვრებაში მესამე დაანგრია ესლამის 92 წელს 11-12 წლებში მოხდა 2012 წელში მოხდა და ეხლა უკვე რაღაც კატასტროფის წინაშე ვართ თუ ამისგან თავი ვერ დავიხსენით იმიტომ რომ ეხლა დავკარგავთ ესეც რა ის არის ხო ძალიან საინტერესო პროპაგანდისტული ხერხია რომ ტიპები ლაპარაკობენ სუვერენიტეტს და დემოკრატიას და რეალურად ასეთი არა დემოკრატიულები და არა სუვერენულები არ ყოფილვართ ალბათ საბჭოთა კავშირის მერე. ანუ კონსტიტუცია მივიგეთ ღირსებაც ვახსენოთ, რომელიც ასევე საერთგაწეულია პოლიტიკით. ღირსება, რომელიც ასე გამოიყენეს ივანიშვილებმა და ივანიშვილის ხალხმა, მაშინ სხვა შორის გახსოვს შენ ალბათ ივანიშვილის გამონათქვამების კალენდარი რო გამოვეცით წლების წინ იქ ღირსებაზე ესეთი ციტატაც არის გურიაში გამოდის და იძახის ჩვენ გურულებს დაუბრუნებთ ღირსებას და იმაზე მეტ ღირსებას ვიდრე ისინი იმსახურებენ. მეტ ჭარბი. მგონია რუსეთზე როცა ვლაპარაკობთ, ხო ეს რუსეთი ხო ერთი და იგივე დოზით და ერთი და იგივე ხარისხით არ არსებობს სხვა ისტორიულ პერიოდში, ხო? ეხლა 90-იან წლებიდან რო დავიწყოთ, ამ მგონი უნდა ძალიან აშკარად ვთქვათ, რომ ქართული ოცნება ევროპულ კურსს გვაკარგვინებს რუსული საფრთხეების საპირწონედ, ხო? იმ კონტექსტში, როცა რუსეთი ყველაზე სუსტია რეგიონში, როცა ჩვენზე სუსტი და რუსეთზე უფრო დამოკიდებული სახელმწიფო, იმიტომ რომ ჩვენ ომი გავიარეთ, ხო? რაღაცა ტერიტორიების ოკუპაცია მოხდა, დამძიმე ტრამები მივიღეთ. მაგრამ ხო, ანუ რაღაც ახლა სხვა ქვეყნები გადიან, გავლილი გვაქვს და მაშინ როდესაც იგივე სომხეთი, იგივე მოლდოვა, თუნდაც აზერბაიჯანი, ხო, დღეს ცდილობენ რეგიონში სულ სხვა სეტინგით, ასე ვთქვათ, ხო, რათა გადანაწილებით და თამაშის წესებით შემოსვლა, სწორედ აი ამ დროს, როცა საერთოდ არაფერი არ გვჭირდება, რომ რუსეთი დავაზღვიოთ, ხო? იმიტომ რომ რა ნაომია და რაღაცები დაკარგულია და დამარცხებულია და ასე შემდეგ, ისინი ამას აკეთებენ. ამიტომაც მე აბსოლუტურად ვიზიარებ, რომ რუსეთის საკითხი ძალიან დიდი ფაქტორია, ხო, რათა კოლონიური ძალაუფლება ჩვენს თავზე, რომელიც საკმაოდ ნატიფი მეთოდებით მუშაობს მის სამეზობლოდ, ხო, მარტო სამხედრო აგრესიას არ იყენებს ეკონომიკურ გავლენებს, ჰიბრიდული ომის გავლენებს, ძალიან დახვეწილი ნატიფი. ბუდისტად ძალიან დიდი შეგაწყვეტილი მე ვარ და მაგას აი ლევან მას თქვა, ეხან ამ სოციალურ უსამართლობაზე რატო არ გამოდივართო და გამახსენდა ხა რუსულ კონტექსტში, იმიტომ რომ რუსები ძალიან კარგად იცნობენ ჩვენს ფსიქოტიპს, ძალიან კარგად იცნობენ ჩვენს ეთნოფსიქოლოგიას. თუ შევხედავ ჩვენს უახლეს ისტორიას, ყოველ ჯერზე იციან როგორ წამოიკიდონ ქართული საზოგადოება, რითი. და აი ღირსების თემა ხო ძალიან მნიშვნელოვანია მე გავიხსენებთ და 7 წელს 9 წელს 11 წელს და მე როდესაც აი როგორ მოხდა გარკვეული თემების ერთმანეთთან დაკავშირება ერთი პოლიტიკოსი გამოდიოდა და ამბობდა რა გჭირთო ხალხო აი ბახტრინის აჯანყების არ იყოსო ხა მაინდამაინც ღდელი უნდა გააუპატიურონო რო გარეთ გამოხვიდეთო ხო და მე აი ცოცხების თემასაც დაემთხვა და ასე შემდეგ მაგრამ საქართველოში არ გამოდის ხალხი სოციალური მოთხოვნებით აი არ ყოფილა ასეთ შემთხვევა პრაქტიკულად განსხვავებით იგივე საფრანგეთისგან ხო სხვა კულტურაა იქ ანუ მე არ გამსჯი ანუ ვიზახრე ფაქტობრივად იციან რომ აი საქართველოში აი ამ მოცემულობრივ ამ კონტექსტში ხალხი აი ამაზე რეაგირებს, ამაზე წუხს, მაგრამ იმავე სიმწავრით არ რეაგირებს. იცის ხარკი არა. კოლონიამ მრავალი წელი აღწერა დაგაჯერა ვინ ხარ და შენ მაგ მატრიცით მოქმედებ. და როგორც კი შენ ამ მატრიციდან გადიხარ და ქმნი ახალ ცოდნას, ახალ გრძნობებს, ახალ მეხსიერებას, შენ იმარჯვებ კოლონიაზე და ჩემი მოსაზრება ეს არის, რომ სამწუხაროდ ჩვენმა ინტელექტუალურმა და ასე შემდეგ ელიტამ და პოლიტიკურმა ელიტამაც ვერ შეძლო ახალი მატრიცის შექმნა, რომელიც ტრავმატული არ იქნებოდა. ვარდების რევოლუციის ცელობა იყო ამ ახალი მატრიცის შექმნა, მაგრამ ახალი ტრავმა მივიღეთ და ეხა ვართ გაჭედილი აი პოსტსაბჭოთა და ვარდების რევოლუციის მატრიცაში და ახალი მატრიცა არიბადება და როცა სოციალურზე ხო ანუ ვინ უნდა მოუწოდოს სოციალური ცვლილებებისთვის პოლიტიკური პარტიებიდან NMM, რომელსაც ნეოლიბერალური და გაღატაკების პოლიტიკა შემოიტანა, ხაზარაძე, რომელიც ბანკირია და საბანკო პოლიტიკაზე მოდი აღარ დაუძრავ სიტყვას. გახარიამ, რომელიც ცდილობს რომ მარცხენა იყო, მაგრამ არ გამოსდის, ხო, იმიტომ რომ მარჯვენა ეკონომისტია. ანუ ისევ ამბობ, ანუ როგორ შეიძლება ენდოს ვინმე არაპრივილეგირებული ამდენჯერ იმედგაცრუებული მოსახლეობა, რომ ეხა ამათ შეუძლიათ რაღაცა ესეთი დაპირება. და მაშინ, როდესაც არც ინტელექტუალურ ფლანგზე ცალკეული ბჟუტა თვითონ არჩევნების ამდენად შეიძლება სჯეროდეთ საერთოდ პარტიებს რო გავანებოთ თავი ამ ბოლო რაღაციდანაც რა ანუ ეს ნდობა პარტიების მიმართაც და პროცესების მიმართაც თუ შეიძლება ნელ-ნელა უნდა ისაუქნათ ხო შევკრათ და რამდენიმე მოსაზრება მაქვს და მე მინდა კითხოთ ძალიან მოკლედ ერთი თხოვნა მეკნება პირველში ნუ მე
ამჯერად მხოლოდ ქვემოდან ზემოთ ინიციატივები, ზემოდან ქვემოთაც ბევრი რამე გაკეთებულა იდეაში და მაგ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მაგალითად, ხო, უჟგული ახსენე და იქ ძალიან კარგად ხედავთ ერთი რეგიონი არის მხოლოდ რომელიც იუნესკოს დაცვის ქვეშ არის, რომელიც არის ყველაზე შემორჩენილი და სხვაგან ხედავ რაღაცა უცნაურ რესტორნებს და კაფეებს და სულაც ვერ გადაიღებ იმას სინამდვილეში რაც ხშირად შხარას ფონზე რომ უშკული არის. ეგეც უკვე ვეღარ გადაიღებ, იმიტომ რომ ხალხი თავის ნებაზე ხშირად შეიძლება რაღაცას უფრო სხვა მოტივების გამო აკეთებდეს, მაგალითად სიღარიბის გამო, ხო? და ანუ ყოველთვის არ მიიღებს ყველაზე ამაღლებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ როდესაც რაღაც მოთხოვნა ზემოდამოდის ცვლილებები, ანუ ისევ რა ვარდების რევოლუცია ამის მაგალითი არის რა, ანუ შენ თქვი რომ არაფერი არ შენარჩუნდა, მაგრამ ისევ თქვა გამოცდები შენარჩუნებული არის რა, წეს მაშინ ეგეც უნდა შეგვეტრიალებინა, იმიტომ რომ მოთხოვნა მაშინდელი საზოგადოების ყველაფერი კარგად იყო, რა ვიცი, მაშინ ეგ ნახოთ. ერთი საკითხი არის ისაც დავაგვიანეთ, ანუ მე მგონია რომ მართლა ძალიან მაგრად დავაგვიანეთ ინტელექტუალების როლზე ვსაუბრობთ ხო ამ პროცესში და რაღაცნაირად ეს სამყარო გარანტირებული გქონდა, ანუ გვეგონა რომ ეს ესე იქნებოდა და მივენდეთ რაღაც პროცესს, რაც შექმნილია, რაღაც გეზი აქვს სამყაროს აღებული და მაგეთ წავა და მაშინ როდესაც პარალელურად იქ რაღაც ასავალ-დასავალი მუშაობდა მთელი დატვირთვით, ჩვენ აქ სხვა რაღაცებით ვიყავით დაკავებული და ისეთ რაღაცებზე კამათობთ, რომელიც არსობრივი არ ყოფილა და გაგვეპარა რაღაც მომენტი, ის მომენტი, როდესაც უცებ ქვეყანა შემოგიტრიალეს და საზოგადოება არ აღმოჩნდა მზად, რომ პროტესტი ისე გამოიხადა, როგორც საჭირო იყო რა, რაღაცნაირად ისევ დავიწყეთ თავის გამართლება, რატო არ ვაქტიურობთ. და ამ დაგვიანების ამბავი, ნუ განათლება არის ერთ-ერთი ისეთი საკითხი, ანუ სკოლასაც მივენდეთ, რატომღაც რომ სკოლა გააკეთებდა იმ ფუნქციას, რომ ეგეთი მოქალაქეები ყოლოდა და რაღაც გაცნობიერებული მოქალაქეები გაეზარდა, მაგრამ არ მოხდა. დღეს მე ვხედავ პოტენციალს, ანუ მე ცოტა ესე შიშით არ უყურებ მომავალს, მათ შორის AI-ის საკითხში რა, იმიტომ რომ როგორც ახლა თქვა გუტენბერგი შეიქმნა მე ვიღაცამ ბრძოლად გამოიყენა, თქვა ან აიათოლამ აუდიო კასეტები და მივიღეთ ისლამური ირანი. არნიშნავს რომ თქვა კასეტები და მაგნიტოფონი ცუდია თავისი არსით, იმიტომ რომ სხვა დატვირთვაც ჰქონდა და კარგი. ესე იქნება ეს AI-ც და რამეს მოვიფიქრეთ, ნუ მით უმეტეს ქართველები რაღაცა იქნება ჩვენი გამოთქმა, რომ მაგის არ მეშინია. ისევ რომ ამ ცენტრალურ დილემას დაუბრუნდეთ, ანუ მართლა ყველა ავტორი და ჰანა არენდი აღწერს მაგალითად ტოტალიტარიზმის დასაბამში სტალინის ამ პოლიტიკას უცხოეთის აგენტებთან დაკავშირებით, როდესაც დაიწყო განადგურება თავის ხალხის მტრების, ლოგიკა იყო ესეთი, რომ მათ უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა, ანუ ის როგორ ბრალდება ოპოზიციაში, რომ ხელისუფლებაში უნდათ მოსვლა, ანუ ჩვენთანაც ხშირად ისმის ხოლმე, რომ მაგათ თითქოს რაღაც საშინელება უნდათ რა ოპოზიციონერებს. იმისთვის რომ მე ჩამოაგდონ სტალინი, მე რომ სტალინის პოლიტიკა რადიკალურად შეცვალონ, შეეკრან ჰიტლერს და მიწები გადაცენ. ანუ ეს იყო ჯაჭვი, ნუ არანტი ამის რომ ეს ჯაჭვი არ არსებობს უბრალოდ. ანუ ვერც ერთ იმაში ვერ ხედავდი, ვერც ტროცკისთან და ვერც სხვაგან აი ამ ლოგიკას, რომ აუცილებლად თქვა ჰიტლერს უნდა შეეკრას, ხო მით უმეტეს ტროცკი ცერთ რაღაც იყო. მაგრამ ჩვენთანაც იგივე არის, ანუ სტალინიზმმა ძალიან დიდხანს გაძლო და ამათ აქვს ამბიცია რომ დიდხანს გაძლო. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დიდი ნიუანსი არის ჩვენ და ხალხი, რომელიც ჯერჯერობით კიდე პროტესტშია, ხალხი, რომელიც არ აპირებს ამასთან შეგუებას და ძალიან ბევრი ინიციატივა გაჩნდა. მათ შორის თქვა ეხლა დღეს რო შევხედავთ ამაზე ვსაუბრობთ, ეგეც არის. ჩვენ თქვით, რომ თქვა მშვიდობის დონეზე, თქვა ვერ პასუხობ და იქ ახსოვთ, რომ წინაარჩევნებზე ერთ-ერთი ბრალდება ოპოზიციის მიმართ ეგ იყო, რომ მაშინ როდესაც ყველანი ხედავდით რამ ხელა დატვირთვა მისცა მშვიდობის საკითხს ხელისუფლებამ, ჩვენ თქვით, რომ მოდი ამაზე არ ვისაუბროთ, მოდი ომზე არ ვისაუბროთ. მოდი დღესაც ესე გავაკეთოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი თემა არის. ძალიან მოკლედ კი არ გავანეიტრალოთ, თქვა ის რომ მშვიდობა არ იქნება და დავიწყოთ ეს საკითხი, რომ საერთოდ ეგ საკითხი დგას. რა წინადადებით შეიძლება ადამიანს აი ამ შინაგანში ჩავწდეთ, აი ამ რაღაც ემოციურში, რომელიც ადასტურებს, რომ არანაირი მშვიდობა არ ღირს, თუ ის არ ეფუძნება სამართლიან ურთიერთობებს ერთმანეთის შორის, მოქალაქეებს შორის. ან არანაირი წესრიგი არ არის ფასეული, თუ უფლებები არ არის მაგალითად ადამიანის დაცული. რამე არსებობს ისეთი საბოლოო არგუმენტი, ან თქვენ ხო არ გაქვთ და მე მინდა რომ გქონდეთ, რომელიც მართლა შეეხება ადამიანს შინაგანში, იმასაც კი რომელიც ფიქრობს, რომ ომის საფრთხე რეალური არის, იმასაც კი შემოუტრიალებს აზრს და ათქმევინებს, რომ მართალია არ მიღირს ჩავყვე ამ ფილოსოფიაში ხელისუფლებას, მაშინაც კი თუ ეს საფრთხე რეალური არის. თუ მოკლედ, რაც უფრო მითქვეთეს. მე ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ მგონია რომ თვითონ მშვიდობას როგორ ხედავთ, ხო? ამ
ეს ცნობილი მშვიდობის თეორიებში ცნობილი საკითხია, მას ნეგატიურ მშვიდობად ვხედავთ, რომელიც ომის არარსებობას გულისხმობს, თუ პოზიტიურ მშვიდობად, ხო, რაც ყოველდღიურობაში გაზომილი მშვიდობა და გულისხმობს თანასწორობას, უფლებებს, უსაფრთხოებას, ადამიანურ უსაფრთხოებას და ასე შემდეგ. და ქართული ოცნება გვთავაზობს მშვიდობის ძალიან ვიწრო გაგებას, რომელიც ამბობს, რომ თქო ომი არ არის და კარგი, ხო, ომი ძალიან ხშირად არ ხდება, ხო, შეიძლება რამდენიმე საუკუნე ქვეყანა მიცხოვრებს ისე რომ საერთოდ ომის გამოცდილება არ ქონდეს. გასაგებია რომ ჩვენ ახალი გამოცდილება გვაქვს ომის, რომელზეც ქართული ოცნება რას ლაპარაკობს, ალბათ ამაზეც არის სერიოზულად სალაპარაკო, ხო? სადაც გამქრალია კოლონიზატორის და მტრის სახე მთლიანად, მაგრამ მე მგონია რომ აი ამას უნდა დაუპირისპიროთ ხო ეს პოზიტიური მშვიდობის იდეა, რომელიც ილაპარაკებს ქვემოთ ჩვენს ყოველდღიურ მშვიდობაში. ანუ ჩვენ მაგალითად ამ ახალგაზრდების მშობლებს, რომლებიც დედებს და მამებს, ხო, ვინც პატიმრობაში არიან, აქვთ ყოველდღე მშვიდობა, ხო? ან დევნილებს, რომლებთან ნახევარი საცხოვრებლით არ არის დაკმაყოფილებული კონფლიქტის დასრულებიდან 32 წელი გავიდა, ხო? აქვთ ყოველდღიურობაში მშვიდობა, კვლავ რო სიღატაკეში და უსახკარობაში არიან და უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ სხვადასხვა შენობებში. ხო? ან ქართველებს, თქვათ იგივე შიდა ქართლის სოფლებში, რომლებიც ოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ და ყოველდღე ან გატაცება ხდება, ან მიწასართმევენ, ან სახლთან ვეღარ მიდიან, ტყეებზე წვდომა დაკარგეს და ასე შემდეგ. აქვთ ყოველდღიურობაში მშვიდობა. ანუ ჩემი აზრია, რომ მთავარი იდეა უნდა ყოფილიყო სწორედ პოზიტიურ მშვიდობაზე საუბარი, სადაც პოლიტიკური ელიტა მოახერხებდა ადამიანების დარწმუნებას, ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია, აი აქ ჩვენ ოჯახებში ნამდვილ მშვიდობას როგორ მოიტანდა, ხო? მეორე მხრივ მგონია, რომ ოპოზიციას უჭირს რუსეთთან დაკავშირებული კითხვებზე პასუხის გაცემა და რუსული საფრთხეები არსებობს და რას ვაკეთებთ, ხო? ანუ ერთი მოდელია რაღაც ეს ისრაელის მოდელი, რაც რომ შევიარაღდეთ და რაც უძლიერეს თავდაცვის სისტემა შევქნათ ეს და ვიცით საკუთარი თავი, მაგრამ ხა ყველა ხდება რომ ამას დღეს ხვალ ვერ ააშენებთ, ამიტომ აი დღეს და ხვალ რომ მოხდეს ომი, ამას ვერ პასუხობთ. მეორე მხრივ იყო ქართული ოცნების შემოთავაზება, ხო, ამ ნორმალიზებაზე, არ გაღიზიანებაზე, რომელიც ერთი შეხედვით რაციონალურად ჩანდა აქტიური ევროპეიზაციის ფონზე, მაგრამ ახლა ეს დისბალანსია და მგონია რომ ამაზე უნდა ველაპარაკოთ, როგორ დაგტოვეს მარტო, ხო, როგორ დაგტოვეს მარტო, რომ ეს ბალანსის პოლიტიკაც აღარ არის, ხო? თუმცა რუსეთზე არის პასუხები გასაცემი, მე არ ვარ ამის მცოდნე. ხო, ამას რა პასუხი უნდა გასცე, მაგრამ აშკარაა, რომ აი ეს ჩავარდნა გვაქვს, რომ კვლავ ვიყენებთ უფრო აი ამ თავდაცვის ლოგიკას, მაგრამ სხვა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური არგუმენტები არ გვაქვს და სადღაც ელიტა არის გაჭედილი რუსეთთან დაკავშირებულ საფრთხეებს როგორ უნდა უპასუხოს, მაგრამ ის რომ ჩვენ ხალხს სჭირდება უკეთესი მომავალი მათი შვილებისთვის, ხო, და დაცული ოჯახები, ყოველდღიური მშვიდობა, სოციალური კონფლიქტებისგან და პოლარიზაციისგან დაცლილი საზოგადოება, ხო, ხა კატასტროფა ხდება ოჯახებში, აგერ დამავიწყდა გვარი ეს მამაშვილის კონფლიქტი, რაც ახლა გამოჩნდა, ხო, აი არაჩვეულებრივი გოგონა და აქედანაც მინდა რომ ანუ კი ჩრდილოს მართლა ძალიან გამაძლიერებლა და ძალიან გადააზრებულად მოყვა მის ისტორია, ხო? ანუ შენ შეგიძლია აი ამ მშვიდობაზე ილაპარაკო მინიმუმ რა და ხა პროფესიონალურად უნდა დალაგდეს უკვე უსაფრთხოების თავდაცვისა და რუსეთის საკითხები, მე ხა ამაში არ შევალ. ხო, რაც შეეხება ოპოზიციას და კრიტიკულ მედიას, მე შემიძლია თავწეულად თქვა ეს, იმიტომ რომ უკვე წლებია შეიძლება ითქვას 12 წლიდან 2012 წლიდან ამას ვამბობ, რომ საჭირო არის კონტრჩარჩოების შექმნა, ანუ არა მხოლოდ იმაზე პასუხი, რასაც ოცნება გვეუბნება, არამედ ჩვენი ჩარჩოების შექმნა და იმ დისკუსიის იმ სივრცეში წარმოება, ხო? შენ სწორად თქვი, რომ აი ოპოზიციას არ ქონდა პასუხი იმაზე ომი თუ მშვიდობა და ამაზე საერთოდ არ ილაპარაკეს. რაზე ილაპარაკეს? პასუხი მარტივია. მოდი ჩავატაროთ კვლევა, ჩავხედოთ კვლევას, რას გვეუბნება, კვლევა გვეუბნება, დასაქმება, რაღაც ჯანდაცვა და ასე შემდეგ. ყველა ხო, ანუ ხო, სოფლიოს ყველა ქვეყანაში, ალბათ, მეტნაკლებად სტანდარტულად, ყველა ეპოქაში ჩატარებულ კვლევებში, ალბათ ტოპ 5-ზე, ტოპ 10-ში, ეს იქნება ერთი და იგივე, ანუ ეს კვლევა არაფერს არ მეუბნება. ეხლა კითხვა, 2012 წელს ჩატარდა რამდენიმე კვლევა საქართველოში, სოციალური კვლევა, საზოგადოებრივი აზრის კვლევა უფრო სწორად და რამდენ კვლევაში აერა იყო, NDI იყო, მე მგონი ორი მაინც იყო, რამდენ კვლევაში ამოვიდა ციხეებში მდგომარეობა, როგორც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი. არც ერთში. არც ერთში.
მიუხედავად ამისა, ვიღაცამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ზუსტად ეს არის ტრიგერი, რომელიც ხალხს გააბრაზებს და შეცვლის საქართველოს სიტუაციას, ხო? ეხლა 2000 რომელი წელია, ეხლა 2025-ია და არჩევნებში შევდივართ, ეხლა გზაში მოვდივდი, რადიოში უსმენდი ერთ ჩემს ნაცნობს, რა ვიცი, ძალიან პატივცემულ ადამიანს, ამ შემთხვევაში ლელოს წევრია, სულ მინდა ვკითხო, რა შედიხარ არჩევნებში, ხო? და მიზანი რა გაქვს? ანუ რა მიზნით შედიხარ არჩევნებში? გამოგლეჯვა არის რამდენად ხო, სერიოზულად ვილაპარაკოთ, ხო? სერიოზულად. რა არის არჩევნებში შედიხარ მიზანი, ხო? გინდა რომ გაიმარჯვო, ხო? სხვა მიზანი ხო არ არსებობს, იმიტომ რომ ნიღაბი ჩამოვხსენით. არჩევნები რო არ ტარდება და ყალბდება, ეს ყველამ დაინახა. აი, ეხლა ამ ვითარებაში რა მიზანი გვაქვს და იქნებ მეც მოვდივარ, ხო? აი, მიზანზე ჩამოყალიბდე. აი, ეს არის ხომ, ხო? აი, რაღაც დეტალებში ვიკარგებით, ხანდახან და ჩარჩო გვავიწყდება. იგივე ერთსაც ვიტყვი და გადაულოცავს აბას. აი, თამთამას თქვა რამდენჯერმე რომ აი, ქართული ოცნება ამას აკეთებს, მანამდე ევროპეიზაციის ფონზე რო აკეთებ და რუსეთთან დათბობის თუ რაღაც არ გაღიზიანების პოლიტიკას ეს კიდე მისაღები იყო. ჩემი აზრით, აი, თუ გავხედავ დღევანდელი გადმოსახედიდან, არანაირ ეჭვს არ იწვევს ის, რომ ცხადია არა ამორჩეველი, ცხადია არა ოცნების პარტიული თუ კოალიციური შემადგენლობის 99%, მაგრამ ის მთავარი, ვინც ოცნებაში წყვეტდა ყველაფერს, იმ თავითვე იყო რუსული მანდატის მატარებელი. მე შემიძლია გაგიზიაროთ, ბევრ თქვენგან შეიძლება აქვს წაკითხული კიდევ 2012 წელს რა წერილი გამოაქვეყნა ივანიშვილმა ევროპულ პრესაში. აი ამ წერილს სიამოვნებით მოაწერდა ხელს სერგეი ლავროვი. წერილი სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოს უნდა შეწყვიტოს იარაღი ჟღარუნი, რომ ეთნიკური კონფლიქტები საქართველოში, რომელიც საუკუნეების წინ იღებს სათავეს, არ უნდა გადაწყდეს. ანუ პირდაპირ რუსული მესიჯებია, რომ ესენი არიან ვიღაც აბორიგენები, რომლებსაც არ შეუძლია ერთმანეთთან დალაგება, ეთნიკური კონფლიქტებია და არა პოლიტიკური კონფლიქტები და შესაბამისად მე იქ ვარ, ვალაგებ სიტუაციას, იწყლანი იქნება და თქვენ გაეშვით. აი ესეთი მესიჯებით არის დახუნძული. ამას შემთხვევით ადამიანი ვერ დაწეს. ეს არ არის არასწორი პოლიტიკური ხედვა, მემარჯვენე, მემარცხენე, ლიბერალური თუ ასე შემდეგ, ხო? ეს არის ჩვეულებრივად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწერილი ძალიან კარგად ჩამოყალიბებული გეგმა იყო და აქედან იღებს აი ამ ყველაფერს სათავე და დღესაც კიდე არ უნდა, აი ვიმეორებ, არ უნდა გქონდეს იმის ილუზია, რომ ჩვენ შეგვიძლია აი ამ კონტექსტიდან დაცლილად ვილაპარაკოთ ან სოციალურ თემებზე, ან კულტურულ თემებზე, ან კონსტიტუციურ თემებზე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს არის ის დიდი რაღაც დათვი თუ სპილო თუ რაც გინდა ოთახში, რომელიც ყველაფერში არის ჩართული. დღე არ გავა, ხო? წინა კვირას კიდე ახალი პარტია გააქტიურდა რა და არ მახსოვს რა ქვია, ევროპელი მემარცხენე ალიანსი. ხო, რაღაცა რომელიც არ პირდაპირ გამოდის, დარწმუნებული ვარ, ეგეც ხა შათილიშვილის სტილის ტექსტია. უბრალოდ ხანვინ აწერს ხელს და ხანვინ აწერს ხელს და მორიგი ანტიდასავლური, ასე ვთქვათ, ტალღა შემოვიდა ჩვენ სივრცეში და ჩვენ მარტო აი სიმპტომებს ვებრძვით თითქოს და არა იმ თავარს. და თავარი არის ვიმეორებ, რომ ამ ყველაფერს უკან დგას ჩვენი მტერი სახელმწიფო, რომელიც ყველაფერში გვიშვის ხელს. დემოკრატიაშიც, კანონის უზენაესობაშიც, სამართლიანობის შეგნებაშიც, მოქალაქის გაძლიერებაშიც და ყველაფერში, ხო, აბარა. ბოდიში. მოკლედ შევეცდები როგორც შენ თქვი, ანუ რას ვეტყოდით, ესე იგი, ბოდიში სამართლიანობასა და წესრიგზე, ხო? ანუ ისევ წინ რო გავიხედოთ და ისაუბრეს უკვე არსებულ კონტექსტზე და ანუ ცოტა დიდი ლინზით რო დავინახოთ ეს ისტორია რაც საჩვენებს ძალიან მიყვარს ისტორია ეს არის რომ ისეთ სისტემები სადაც გვაქვს სამართლიანობის აღქმა წესრიგის გარეშე დასაწყისშივე განწირული არის დამარცხებისთვის ეს არის მაგალითად ჰაიტის ისტორია რომელსაც სამართლიანი ბრძოლა მოიგო თავისუფლებისთვის გახდა პირველი დამოუკიდებელი ყოფილი მონების სახელმწიფო, მაგრამ დღემდე კატასტროფაშია სხვადასხვა მიზეზების გამო. სისტემები, სადაც გვაქვს წესრიგი სამართლიანობის გარეშე, უფრო დიდხანს ძლებენ, მაგრამ როგორც წესი, რამდენიმე თაობას ვერ ცდებიან ხოლმე, რადგან ეს სისტემები, რომლებიც დაცლილია სამართლიანობისგან, ხო, კონსოლიდირდება და მერე ინგრევა. საბჭოთა კავშირიც მაგის მაგალითია და სულ რომ მოეგო ის ომი მეორე მსოფლიო ნაცისტურ გერმანიას ისინი ასე დაასრულებდნენ აუცილებლად და ეგეც მკვდრადშობილია თავიდანვე და ამიტომ რასაც ვთხოვდი ყველას ეს არის რომ აირჩიეთ არა წესრიგი სამართლიანობაზე ან სამართლიანობა წესრიგზე არამედ მოინდომეთ ორივე და უბრალოდ გახსოვდეთ რომ
ვიცი იესო ქრისტეს მე მართლა ვინც რაღაცა სამართლიანობის იბრძოდა თუნდაც ჩვენი აგერ კოსტავას ჩათვლით ხო განდიდას ხვები რო არ ვახსენოთ ხო ყველას წესრიგის დარღვევისთვის ჯიდნენ ისინი ვისაც სამართლიანობა არ სურდათ ამიტომ ნუ მოტყუდებით მარტივად როდესაც წესრიგზე და რაღაცა იგეთებზე მიგითითებენ და ამ საფუძვლით გთხოვენ სამართლიანობის დათმობას ხო მაგ საერთაშორისო კონტექსტი ძირითადად რუსეთზე ფოკუსირდით და დასავლეთი ისე ქონდა პერიფერიაზე საუბრის, მაგრამ ზოგადად ისტორიაში ეს წესრიგი სამართლიანობის ნაცვლად არის იმპერიული მოდელი, ხო, იმპერიალიზმი კი ვახსენეთ. ანუ იმპერიის იდეა არის, რომ არის რაღაც მშვიდობის მომტანი რაღაც რეგიონისთვის, რომელიც არის განუვითარებელი ველური, ისედაც ერთმანეთში რაღაც ცუდი ურთიერთობები ქონდათ, ხოცავდნენ ერთმანეთს და ხო ვერ ლაგდებოდნენ და ეს მოვიდა წესრიგით და დაალაგა და შემოაქვს განათლება, შემოაქვს წესრიგის კანონები და ასე შემდეგ. და ამ კონცეფციას ქვია პაქს რომანა რაც იყო, ხო, პირველი რომაული მშვიდობა. რაღაც გარკვეულ პერიოდში სტაბილურად იმპერია არსებობს და ეგეთი პაქს იმპერიები არსებობს, ხო, პაქს მონგოლიკა არსებობდა. ეხლა ვართ ამ პაქს რუსეთის რაღაცა ახალ ფორმირებაში, ხო, თითქოს რაღაცა ახალ წესრიგს გვთავაზობს, ახალ მშვიდობას გვთავაზობს და როგორც იმპერიული წესრიგის სინამდვილეში არის ჩაგვრელის წესრიგი და ჩაგვრელის მშვიდობა, ანალოგიურად ქვეყნის შიგნითაც ავტორიტარის მშვიდობა, ავტორიტარის წესრიგი არის აუცილებლად ჩაგვრელის მშვიდობა და წესრიგი და ზუსტად ამას ვშივით და ამიტომ ვართ ახლა აქ და ამაზე ვსაუბრობთ, რომ რეალური წესრიგი და მშვიდობა მხოლოდ უნდა მოიაზრებდეს თავანასწორობას, თავისუფლებას და სამართლიანობას და სხვანაირად უბრალოდ ვიქნებით ვიღაცა ხალხი თუ რაღაცა ხალხი, რომელიც ემსახურება ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს და მათთვის არსებობს წესრიგიც, მათთვის არსებობს ბედნიერებაც, თანასწორობას ერთმანეთში და ჩვენთვის არსებობს მხოლოდ სოციალური დაცვა და ბილეთი, რომ აქედან წახვიდე ცალი მიმართულებით და თუ მოახერხებ იქიდან არჩინო ოჯახი. აი დაახლოებით ამ სიტუაციაში ვართ, ეგეც არ გვიხსენებია რა რაოდენობის ადამიანი არის იძულებული რომ ქვეყნიდან დატოვოს. როგორ შეიძლება ქვეყანას, რომელსაც აქვს პრეტენზია მშვიდობაზე, ამდენი ადამიანი ხო, ეკონომიკურ ზრდაზე ამდენი ადამიანი ტოვებს, გარბის ხალხი იცლება. საქართველოს რეგიონებზე აღარ არის საუბარი, დიდი ქალაქები უკვე მცირე ქალაქის სტატუსებს იძენენ და სოფლები უბრალოდ დაცარიელებულია. ეს არ არის მოკლედ მშვიდობა და ვფიქრობ, აი ამის გაცნობიერება, რომ სანამ ჩვენ უშუალოდ ანუ რაღაცა სიკეთეებს მოველით ხელისუფლებისაგან, მოვითხოვოთ სამართლიანობა და ამაზე დაფუძნებული რაღაცა ძირითადი მექანიზმი სახელმწიფოს მოქმედების ზუსტად სამართლიანობა მგონია. თუ დაკვირვები ხარ, ხელისუფლების წარმომადგენლები პრაქტიკულად არასდროს არ იყენებენ სიტყვას მოქალაქე. ისინი იყენებენ სიტყვას მოსახლეობა. ანუ მოსახლეობა ვარ ჩვენ რაღაც ტერიტორიის, ხო, პოპულაცია, რომ აი რაღაც არსებები, რომელიც აქ ცხოვრობენ და არა მოქალაქეები, რაც თავისთავად ძალიან ბევრ რაღაცას გულისხმობს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ გაცნობიერება მოხდება და აი მე დიდი ცვლილებები იქნება და იმისიც მჯერა, რომ თქვათ ინტელექტუალებს შეიძლება დღეს ბევრი რამე დავწამოთ, მაგრამ ეხლა ამ პროცესში გამოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, უფრო მეტი აღმოჩნდა, უფრო აქტიური, ვიდრე ჩვენ შეგვეძლო წარმოგვედგინა და ეს არის დიდი იმედი, რომ ამ ცვლილებების მერე ჩვენ შევქმნით ისეთ სახელმწიფოს, რომელსაც ნამდვილად ვიმსახურებთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად და შევხვდებით რამე სხვა უკეთეს ან ისეთ სიტუაციაში. დროებით